Salmebit ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემებს თავისუფლება სიმართლეშია ჩვენ გქონდა ორი გადაცემა 19 დეკემბერს და 9 იანვარს რომელიც ძირითადად ეხებოდა საქართველოში მოსალოდნელი მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების ასევე შესაძლებელია და არის კიდევ საშუალო განათლების რეფორმებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ გვინდა ის საკითხი წარმოაჩინოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ვერასოდეს ვერ შედგება, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია, თუ არ მოხდება, ესე იგი, აფხაზეთის მშვიდობიანი დაბრუნება საქართველოს სახელმწიფოში. ჩვენ დღეს გვაქვს რამოდენიმე საკითხი, რომელიც ეხება ისტორიას, კერძოდ აფხაზეთის ისტორიას მე-20 საუკუნისა მიმართებაში თბილისთან და მოსკოვთან და ასევე რა თქმა უნდა იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რომელიც იყო 92-13 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ომამდე აფხაზეთში და ასევე გარკვეულწილად ბოლოს როგორც ყოველთვის შევეხებით მოკლედ განათლების რეფორმებს და ამ განათლების რეფორმაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს სტუმრად გვყავს კახა კვაშილავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის მიმართულების კათედრის ასოცირებული პროფესორი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მოგესალმებით ბატონ კახა. მოგესალმებით ბატონ თემურ, ყველას პირადად თქვენს და თქვენს ტელემაყურებელს მივლოცავ ახალ წელს, წარმატებულ წელს ვუსურვებ, ბედნიერ წელს და იმედიან წელს ჩვენი საერთო იმედის როგორც საქართველოს გაფრთხილების, ასევე ამ საქართველოში აფხაზეთის დაბრუნების. მადლობა. ბატონო კახა, მე მახსოვს 1988 წლის ალბათ დეკემბერი იყო. მე მაშინ მუშაობდი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თქვენ ალბათ სკოლაში სწავლობდით მაშინ. ერთ-ერთი ჩვენი ბოლო საერთო შეხვედრა იყო წერეთლის ქუჩაზე, ახლა ალბათ ცხადია სახელწოდება უკვე შეიცვალა წერეთლის ქუჩის, სადაც იყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, ძირითადი ჭოჭუას ქუჩაზე იყო, ჭოჭუას სახელწოდება არ შეიცვლებოდა. შესაბამისად, ჩვენი ამ შეხვედრაზე, სადაც ვიყავით ქართველები და აფხაზები, უკვე სიტუაცია დაძაბულობა იგრძნობოდა და ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც საკმაოდ აქტივისტი იყო, ბორის გურგულია, ის იყო რუსული ენა ლიტერატურის კათედრის დოცენტი, დღევანდელი ხედვით ეს არის ასოცირებული პროფესორი და მან, რა თქმა უნდა, ზნებარე სიტყვა წარმოთქვა, სადაც გააკრიტიკა ქართველები, თბილისის პოლიტიკა და ბოლოს თქვა ესეთი ფრაზა: მეო სამწუხაროდ ქართული ვიციო. ახლა მე ვარ აფხაზი შვილიშვილი. დედაჩემის დედა იყო აზიუბჟიდან, ზედა აზიუბჟიდან, საერთოდ არ იცოდა ქართული ენა, იცოდა მხოლოდ მეგრული და ცხადია აფხაზური. და მე ბავშვობიდანვე ბუნებრივი აფხაზების მიმართ ძალიან ესეთი სიმპათიით ვიყავი და ზოგადად დღემდე ვარ და ის გამიკვირდა, რატომ თქვა ეს ამ კაცმა ეს. მაშინ შედარებით ახალგაზრდა ვიყავი.
მე ავიღე სიტყვა და თქვი, რაღაცა ჩემი აზრი თქვი იმასთან დაკავშირებით, ამას არ ვეხები ახლა და თქვი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი შვილი ვარ, მე სამწუხაროდ აფხაზური ენა არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე სიტყვა ნახდათ ვიცი, მაგრამ ეს არ არის ცოდნა. აფხაზური ენა ჩემის აზრით რთული ენა არის, ყოველ შემთხვევაში ალაპარაკის შემდეგ და ამიტომ ეს მე უთხარი სამწუხაროდ მე არ ვიცი. მე უკვე არც დაგიმალავთ უფრო თბილისში, როცა გადმოვედი, დავინტერესდებდი ეს საკითხებით, როგორ მოხდა ის, რომ გარკვეულ პერიოდში, ფაქტურად 16 წლის განმავლობაში, ესე იგი აფხაზები, აფხაზური, ესე იგი სკოლაში სწავლობდნენ და ეს აფხაზური დამწერლობა იყო გადაყვანილი ქართულ გრაფიკას. და ესე იგი, რაც ჩემთვის იყო მოპოვებული რაღაცა ინფორმაცია, წავიკითხე ეს და ყოველ შემთხვევაში მე დამჭა არა ვარ ისტორიკოსი, მაგრამ დამჭა შტაბის-დილება, რომ ფაქტურად ეს თბილისის ინიციატივა არ იყო, რომ 1938 წლიდან როცა გადაწყვეტა მოსკოვმა, რომ ყველა ქვეყნის რესპუბლიკის მათ შორის ვთქვათ, ეს ხადია უკრაინა, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, აზერბაიჯანი, ესე იგი დამწერლობა გადაყვანილი ყოფილიყო კირილიცაზე, ანუ რუსულ იმაზე, დამწერ გრაფიკაზე, საქართველოში აფხაზური ენა და სამაჩაბლოში ოსური ენა, ანუ საუბარია ესე იგი ცხინვალის რაიონზე და ასევე მე როგორც გაერკვა სომხეთში ესე იგი ქურთული ენა იყო და სომხურ იმაზე დამწერლობაზე აქ ქართულზე და ამიტომ ეს პროცესები ძალიან დამაინტერესა მე და მე გთხოვდი თქვენ როგორც ისტორიკოს ბატონ კახა კვაშილავა როგორც მე მითხრა მე ახლა კი ვარ მათემატიკოსი, მაგრამ აფხაზეთზე რაც არის, ყველაფერი მაინტერესებს, ისე როგორც საქართველოზე და დიდი ტრადიცია აქვს აფხაზეთის ისტორიის დარგში. ეს თედო ჟორდანია, ეს აფხაზეთის შესწავლას. აფხაზეთის შესწავლით, თედო ჟორდანია, ვახტანგ ადამია, სხვები, ლემონჯავა, შემდეგ ბატონი ზურა პაპასკირი, რომელიც ახალგაზრდულ ასაკში ჩავიდა სოხუმში და იმის შემდეგ იქ მოღვაწეობდა და საკმაოდ ცნობილი მეცნიერია. ოთარ ჟორდანია ჩემთვის ყველაზე, ესე იგი ისტორიკოსებში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანი და ზუსტად ოთარ ჟორდანია მითხრა მე რომ აფხაზეთის ახალგაზრდა ისტორიკოსებში ბატონი კახა კვაშილავა არის ყველაზე ნიჭიერი, პერსპექტიული და ეს გამოიხატება მის მიერ შესრულებულ საკმაოდ ბევრ სამეცნიერო ნაშრომში, ფლობს რამოდენიმე უცხო ენას და ასევე გრანტებში იმარჯვებს და ძირითადად წერს აფხაზეთზე. გთხოვთ ბატონო კახა. დიდი მადლობა ბატონ თემურ. ცოტა უხერხულია ესეთ რაღაც ასეთ წარდგენა ჩემთვის ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდ პატივს ბატონ ოთარს და მისი ეს შეფასება ჩემთვის ძალიან საპატიო და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობის პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ ასეთი შეფასების შემდეგ. რაც შეეხება აი ამ საკითხს აფხაზეთში აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანას, რომელსაც სხვათა შორის დღემდე გვაყვედრიან აფხაზები და თუ კი რამ ასე ვთქვათ საპრეტენზიო ჭყალებში აქვთ აფხაზებს ქართველების მიმართ ერთ-ერთ თავში პირველ რიგის საკითხებში სწორედ ეს საშუალო სკოლების ქართულ ენაზე, ქართულ საშუალო სკოლებში ქართულ სწავლებაზე და აფხაზური დამწერლობის ქართულ დამწერლობაზე გადაყვანის საკითხია. და დღეს მას უწოდებენ აფხაზეთში ასეთი ტერმინით მოიფიქრეს, სხვათა შორის ეს ტერმინი არ იყო მე-20 საუკუნეში, არ იყო აი ამ საუკუნის დასაწყისშიც, აი სულ რამდენიმე წელია მოიფიქრეს ეს ტერმინი, მას უწოდებენ გრუზინიზაციას, ანუ გაქართველებას აფხაზებისა. იყო თუ არა აფხაზეთში აფხაზების გაქართველების მცდელობა, რა თქმა უნდა არ იყო.
თუ კი საქართველოში აფხაზებს ვინმე პატივს ცემს, ეს პირველ რიგში ქართველია. და ჩვენ ვიცით დიმიტრი გულიას ის ცნობილი ფრაზა, თუ ქოხს ააგებს აფხაზი, ერთი ფრანჯარა საქართველოსკენ, საქართველოს მხარეს, აღმოსავლეთის მხარეს უნდა იყოს გაჭრილი, რადგან ეს ორი ღვიძლი მოძმე ერია, კი ჩვენ შორის რაღაც ძიმე რაღაცები მოხდა მესამე მხარის ჩართულობით, მაგრამ ჩვენ ერთმანეთისთვის ყველაზე ახლოს ვართ, ყველაზე და ერთმანეთი გვტკივა. დღესაც გვტკივა ჩვენ ერთმანეთი და ვუფრთხილდებით ამ ურთიერთობას და ამიტომ რა თქმა უნდა არანაირი გრუზინიზაცია აფხაზეთში არ იყო. ეს იყო კრემლის პოლიტიკა. ბოლშევიკებმა ლენინის და ტროცკის იდეა იყო ასეთი, რომ უნდა მომხდარიყო მსოფლიო რევოლუცია, ყველგან ეს კომუნიზმი უნდა გაემარჯვებინა და ტროცკისა და ეს ლენინის ამ თვალთახედვით მსოფლიოში უნდა დარჩენილიყო ორი ენა და იმ ორიდან მეორე რომელიღაც. ეს ერთი ენა რა თქმა უნდა იყო რუსული და მეორე ენა იყო ინგლისური, რადგან ინგლისს მაშინ ძალიან ბევრი კოლონია ჰქონდა და ფაქტობრივად მსოფლიოს დარჩენილი მსოფლიოს დიდი ნაწილი ინგლისურად საუბრობდა. მეორე ენა ინგლისური იყო და ამიტომ მათთვის ეს ორი ენა უნდა დარჩენილიყო და აი ბოლოში ვინ გაიმარჯვებდა, ესეც სადაო იყო, მაგრამ კიდევ ერთი შეიმუშავეს, აი რაზეც ნაკლებად საუბრობენ, მათ შეიმუშავეს თვითონ კირილიცას გადაყვანა ლათინურ დამწერლობაზე. ანუ ამაზე დღეს ნაკლებად საუბრობენ, მაგრამ ეს იყო ასეთი, რომ აი ლათინური კირილიცა მაინც ლათინურს გავს, ხო რაღაც ასოები არის, რაღაც მსგავსი ასოები, მაგრამ არის განსხვავებული ასოები და ამიტომ თუ კი გადაიყვანდნენ კირილიცასაც ლათინურ დამწერლობაზე, მაშინ სხვებისთვისაც ადვილი გასაგები იქნებოდა წაკითხვის თვალსაზრისით. წაკითხვის თვალსაზრისით შემდგომ უკვე შეგნებაში შემოვიდოდა და შემდეგ უფრო აი რუსულ ენას უფრო მეტი საშუალება მიეცემოდა და ინგლისურთან აი საბოლოო ფინიშის წორზე, მათი გათვლით ფინიშის წორზე რინგზე ასე ვთქვათ გასამარჯვებლად. მაგრამ ამ იდეას ძალიან მალე თვითონ რუსეთში მოუღეს ბოლო, იმიტომ რომ ახლა რუსეთს გინდა არ გინდა თქვა, ან სლავურს, ან კირილიცას აქვს საკმაოდ დიდი ისტორია, მე-10 საუკუნიდან იწყება და არ მიიღეს. იმ თავითვე კი რაღაც ზეწოლა იყო, მაგრამ იმ თავითვე აკადემიურმა წრეებმა და არა მარტო აკადემიურმა წრეებმა ეს იდეა იმ თავითვე მოშანთეს. თუმცა ამ იდეას მხარი დაუჭირა ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ნიკო მარმა, რომელიც პეტერბურგში და შემდგომ მოსკოვის უნივერსიტეტში მუშაობდა აღმოსავლეთის კათედრაზე, რომელშიც კავკასიური ენებიც შედიოდა და 20-იანი წლების დასაწყისში 22 წელს, აი გასაბჭოების შემდგომ წელს, ნიკო მარმა, რომელიც დაპირისპირებული იყო უკვე თავის ყოფილ მოსწავლეებთან, მაგალითად ივანე ჯავახიშვილთან, რომელმაც აქ უნივერსიტეტი დაარსეს და სხვათა შორის ნიკო მარი წინააღმდეგი იყო აი ამ უნივერსიტეტის დაარსებისა, რადგან თვლიდა, რომ თუ კი საქართველოში უნივერსიტეტი დაარსდებოდა, ეს მოწყვეტდა ქართველ სტუდენტებს რუსეთში წასვლისაგან და აი ამ რუსულ გარემოში განათლების მიღებისა, რაც ნიკო მარს მიაჩნდა, რომ ძალიან დიდი ინტელექტუალური დარტყმა იქნებოდა ქართულ ზოგადად საქართველოსთვის და ალბათ ნიკო მარს სხვა გათვლაც ჰქონდა. ამიტომ ნიკო მარმა შექმნა ლათინური საფუძველზე ახალი ქართული დამწერლობა და 1923 წელს გამოაქვეყნა პატარა ბროშურა, რა მდგომარეობაშია იაფეთ მცოდნეობა, იაფეთ ვინაიდან ქართული ნიკო მარის და სხვა ენათმეცნიერების დეფინიციით იაფეთურ ენებს მიეკუთვნებოდა, ამიტომ ეს ქართველად დაახლოებით რა მდგომარეობით დღევანდელი ტერმინოლოგიით ვთქვა, რა მდგომარეობაშია ქართველოლოგია. და მან დაწერა ეს წიგნი, გამოაქვეყნა წიგნი, რომლის ერთ მხარეს ლათინური ამბანით დაწერილი ქართული ტექსტი იყო და მეორე მხარეს მხედრული ამბანით.
და პირველი პროპაგანდის გაწევას ნიკო მარი შეეცადა ლენინგრადის და მოსკოვის უნივერსიტეტში იმ დროს კიდევ ქართველები იყვნენ და რა თქმა უნდა ქართულმა სტუდენტებმა რომლებიც მაშინ მოსკოვისა და ლენინგრადის უნივერსიტეტებში იმყოფებდნენ, სწავლობდნენ, იმთავით უარი იქვე ძალიან დიდი პროტესტი გამოუცხადეს ნიკო მარს და ნიკო მარი გაწმილებული დარჩა და ეს ერთი კრებული აქვს გამოქვეყნებული და რამდენიმე სტატია აქვს დაწერილი ამით დასრულდა ქართული დამწერლობის არ განავითარა ეს ვერ განავითარა ვერ მიიღო ხარდაჭერა და მოსკოვში გარკვეულმა ქართულმა ძალებმაც მათ შორის სტალინიც იყო ჩართული თავიდანვე ეს უარი ითქვა იმიტომ რომ თუკი კირილიცას აქვს დიდი ისტორია, იმაზე დიდი ისტორია. რა თქმა უნდა, ბევრად დიდი ისტორია ქართულ ლიტერატურას აქვს, ქართულ დამწერლობას აქვს და შესაბამისად ეს მიუღებელი იყო. ანუ ეს ცოტა შორიდან დავიწყე და ეს ზუსტად იქითკენ მიდის. მოსკოვს აქვს ეს იდეა, რომ შექმნას აი ეს წაიყვანოს მთელი მსოფლიოს ენა ორი ფინალისკენ, რუსულენოვანი და ინგლისურენოვანი ფინალისკენ და პირველ რიგში რა თქმა უნდა იმ ტერიტორიაზე სადაც მოსკოვია დომინანტი, ანუ უკვე შექმნილ საბჭოთა კავშირში აქ უნდა იყოს მხოლოდ კირილიცა. მხოლოდ კირილიცამ უნდა გაიმარჯვოს. იმ ეტაპისთვის ავტონომიური რესპუბლიკები ქონდა სულ რამდენიმე რესპუბლიკას. ეს იყო თავად რუსეთის ფედერაცია, ეს იყო საქართველო, ეს იყო აზერბაიჯანი და სომხეთში იყო სომხეთს არ ქონდა ქურთული ადმინისტრაცია, მაგრამ ქურთების დიდი დიასპორა და გადაწყდა აი ამ რესპუბლიკებში რესპუბლიკის მთავარი ენა რომელიც იყო, რომელიც დამწერლობაც ჰქონდათ, იმ დამწერლობაზე ყოფილიყო სხვა იმ დამწერლობის ენა დამწერლობა ყოფილიყო დომინანტი. ანუ რუსეთის ტერიტორიაზე სხვათა შორის მაშინ დღევანდელი ცენტრალური აზია ჯერ კიდევ რუსეთში შედის თურქესტანის ავტონომიის სახით და შემდგომ მოხდა უკვე 40-იანი წლების წინ გამოყოფა ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, ტაჯიკეთი ცალკე იყო თურქმენეთის და აი ამ დამწერლობა, აი ამ ხალხებს მათ ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა არაბულ გრაფიკაზე, გადაუტანეს რუსულ დამწერლობაზე და დღემდე სხვათა შორის ზოგიერთ მათგანს რუსულ გრაფიკაზე აქვს, მაგრამ უკვე ეს პრობლემა დაძლია თურქმენეთმა 90-იან წლებში და ძალიან ხის ტელეფონმა გაატარა მაშინდელმა თურქმენეთის ხელმძღვანელობამ და დღეს თურქმენეთი ლათინურ გრაფიკაზეა. ყაზახეთში დაიწყო 2015 წელს და 10 წლიანი ვადა მიეცა, ანუ შარშა უნდა დასრულებულიყო რუსული კირილიციდან ლათინურზე გადასვლა და ეს 10 წლიან ვადაში ორივე შენარჩუნდა, თუმცა ყაზახთა ნაწილი აპროტესტებს აი ამ გადასვლას, რადგან თვლიან რომ ძალიან ბევრი ბგერა შეიძლება ლათინურმა დააკარგინოს ყაზახურ ენას და უზბეკეთი ამ საუკუნის დასაწყისში გადავიდა ლათინურ დამწერლობაზე, თუმცა ნაწილობრივ იქ შემორჩენილია ჯერჯერობით შერეული, მაგრამ ოფიციალური ტექსტები, დოკუმენტაცია მხოლოდ ლათინურ ენაზე დგება და ტაჯიკეთმა შეინარჩუნა ჯერჯერობით მხოლოდ კირილიცა. ავტონომია ჰქონდა, როგორც გითხარით, საქართველოს და აქ ორი იყო ავტონომია, ეს იყო აფხაზეთის ASSR უკვე და ცხინვალის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. სხვათა შორის ქართული აქ თბილისის სასარგებლოდ უნდა ვიტყვათ, რომ თბილისში ამ საკითხს მაინც აფხაზებთან ურთიერთობიდან გამომდინარე, მაინც ფრთხილად მოეკიდა. 4 წელი იქ იმ დადგენილებაში
კრემლის დადგენილებაში საკმაოდ ეს ვადა ძალიან კვარფიოდ იყო მოცემული. აი ქართულმა მხარემ 4 წელი ასე ვთქვათ გააჯანჯლა. გააჯანჯლა, იმიტომ რომ აფხაზებთან რაღაც კომუნიკაცია. ხო, კომუნიკაცია არც პრობლემის შექმნა არ უნდათ. იცით რომ აფხაზური დამწერლობა სულ ახალი შექმნილია 19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება მაშინ მასზე მუშაობა და აი 1870-იანი წლებიდან 1930-იანი წლებამდე აფხაზურმა დამწერლობამ რამდენიმე ასე ვთქვათ რეფორმა განიცადა. ჯერ შეიქმნა იყო მცდელობა ლათინურ გრაფიკაზე, მერე ისევ რუსულზე, მერე ისევ ლათინურზე და აი მეოთხე მცდელობა იყო აი ეს ქართულის. და ქართული მხარე ცდილობდა, როგორც გითხარით, ეს პროცესი გაეჯანჯლებინა და მიმდინარეობდა საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა აფხაზურ მხარესთან. ხშირად ჩამოდიოდნენ მაშინ იმ აფხაზეთის ენისა და ისტორიის ინსტიტუტში, აი ცნობილი ინსტიტუტი რომაა, შემდგომ სეპარატიზმის ერთ-ერთი იდეოლოგი რომ გახდა და ძალიან მიდიოდა დარწმუნება სხვათა შორის დღეს მინდა მივულოცო ქალბატონ ზეკალაშანიძეს იუბილე 100 წლის იუბილე აქვს. ძალიან სახელოვანი მეცნიერ, სახელოვანი მამიშვილს, აი ბატონი აკაკიც ჩადიოდა და აი ძალიან სკრუპულოზულად მიმდინარეობდა ეს მუშაობა და საბოლოო ჯამში სხვათა შორის აქ აფხაზი მეცნიერებიც იყვნენ ჩართული და ზოგიერთი ისეთი სახეც ლიტერატურიც, რომელიც შემდგომ აი გარკვეულწილად სეპარატიზმისგან ბასარია მაგალითად. ბასარია შინკუბაც იყო ჩართული. ისტორიკოსი მგონი ისიც გიორგი ჯიძარიაც იყო იქ. კი, ახალგაზრდა იყო, მაგრამ აი ლიტერატორები ესენი იყვნენ ჩართული და აი ეს საბოლოო ჯამში მიიღეს ეს გადაწყვეტილება და მოხდა აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფემაზე გადასვლა და სხვათა შორის დღეს კირილიცაზე აფხაზურ გრაფემაში არის 64 ასო-ნიშანი, როგორც ვიცი, გინესის რეკორდების წიგნში შედის. 64. კი, 64 ასო-ნიშანი და ბოლოს რამდენიმე დიფტონგია, ანუ ორი გერის წარმოთქმა. და აი ქართულ გრაფემაზე 36 თუ 37 ასო-ნიშანი იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ძალიან ესადაგებოდა აფხაზურ წარმოთქმას, იმიტომ რომ ჩვენ ორივეს გვაქვს აი ესეთი რთული ბგერები წ, ჭ, ჰ, ხ, აი ესეთი ქ, თ, რომლებიც აი აფხაზურ გრაფემა, აფხაზურ მეტყველებას ძალიან ადგებოდა. დღეს აი ამ გრაფემებისთვის ცალკე ნიშნებია შექმნილი და აი თქვენ ბრძანეთ სავსების სწორად რომ აფხაზურის შესწავლა ძალიან რთულია და მით უმეტეს აი ამ 64 ასო-ნიშნიან დამწერლობის ფონზე და მოხდა გადაყვანა აფხაზური დამწერლობის ქართულ გრაფემაზე და სხვათა შორის პირველი გამოცემა ვეფხისტყაოსნის იყო აი ქართულ ენაზე და დაიწყეს სწავლა განათლება აი ქართული გრაფემის მეშვეობით და სკოლაშიც სწავლა დაიწყო ქართულ ენაზე. ეხლა შეიძლება ვიღაცამ ითქვას რა შუაში აფხაზთან ქართული ენა, ხო? მაგრამ დღეს და 50-იანი წლებიდან დღემდე აფხაზი მეოთხე კლასს ზემოთ სწავლობს რუსულ ენაზე. ხო, რუსულ ენაზე. ანუ იქ მოხდა რა? თუ კი მანამდე იყო რაღაც მცდელობა განათლების მიღების რუსულ ენაზე, ეხლა ღებულობდა აფხაზი ქართულ ენაზე და აი როგორც თქვენ ბრძანეთ იმ კაცის ესეთი ამოძახილი სამწუხაროდ ქართული ვიცი და ქართულ ენაზე, ანუ მეოთხე კლასამდე აფხაზი სწავლობდა აფხაზურ ენაზე და თუ კი მანამდე იყო რუსულ ენაზე, ახლა შეეცვალა მას ქართული. მისთვის რეალურად არც ერთი არაფერი არ მოხდა. რუსულის და ქართულით მოდით ასე ვთქვათ,
ერთგვარად უცხო ენაა, თუმცა ქართული უცხო ენა უფრო ბუნებრივია, უფრო ბუნებრივია და ამაზეც ვიტყვი, აი რუსული უფრო უცხოა. რუსული უფრო უცხოა და არაფერი არ შეცვლა, მაგრამ ეს ბევრისთვის მე მახსოვს, ბევრისთვის თითქოს გარკვეული ფსიქოლოგიური, ბევრი მოსწავლისთვის მართლაც გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა შეიქმნა, ეხლა რატომ? ამასაც სხვანაირად ჩვენი აფხაზი მეგობრები, ვთქვათ, კოლეგები, ჩვენი თანამოძმენი, ამას სხვანაირად ატრიალებენ, აი ბავშვს შეექმნაო პრობლემა ფსიქოლოგიური. იმ ბავშვებს შეექმნა, რომლებმაც მეოთხე კლასს ზემოთ რუსულად მიიღეს განათლება და რაღაც უკვე ამის პრობლემა ხო არ შეიძლება ალბათ რაღაც მოფიქრება, რომ ან მილევად რეჟიმში ყოფილიყო იმათვის, მაგრამ დანარჩენისთვის ეს პრობლემა არ იყო. დანარჩენისთვის არ იყო პრობლემა, მაგრამ აი როდესაც გინდა ბუას მოძებნა, ყველგან შეიძლება აი ამ პრობლემის ნახვას და ამაზე აგებს სეპარატისტები თავიანთ ნარატივს და თავიანთ პროპაგანდას. სხვათა შორის ტერმინოლოგია მაშინ არ მომხდარა შეცვლა. ანუ ტერმინოლოგია მათ ჰქონდათ რუსული და მათი შეცვლა არ მომხდარა. და ის რუსული ტერმინოლოგია დარჩა, მაგალითად არის ასეთი აქ თბილისშიც ინახება 1940 წელს გამოცემული აფხაზეთის АССР-ს აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პოლიტიკური რუკა. აფსნეტაი, აპოლიტიკაი, აკარტა. ხო. ანუ რუკა არ დატოვეს, ანუ ტერმინოლოგიაში არ მომხდარა. ის ანბანის შეცვლა რაღაცამ გარკვეულად იმოქმედა, მაგრამ რაღაც ესეთი სერიოზული პრობლემები ამას არ მოყოლია და აფხაზისთვის ქართული ენა ბუნებრივი იყო. იმიტომ რომ საუკუნეების მანძილზე აფხაზს ურთიერთობა ჰქონდა სამეგრელოსთან, საქართველოს და შესაბამისად საქართველოს ქართულ კულტურასთან და ის ქართულად საუბრობდა აი ქელიშბეი შარვაშიძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მთავარი აფხაზებისა, მათ რომ ესეთი გმირად ხართ წარმოყვანილი, მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნების ქვეშ მისი ადმინისტრაციის ენა ქართული იყო. ის როდესაც რუსებთან ურთიერთობდა ზოგჯერ ოსმალურით და ხშირად ქართულით. იყო ალექსანდრე შარვაშიძე, ერთ-ერთი რომელიც 1918-21 წლებში გარკვეულწილად აი სეპარატიზმის, პროთურქული სეპარატიზმის მხარდაჭერი გახდა. ის მთლიანად მისი მიმოწერა ქართული იყო. ანუ აფხაზისთვის ქართული იყო ბუნებრივი ენა, თქვენ ახსენეთ ბებია თქვენი, რომელიც მეგრულს ფლობდა, ხო? ანუ მეგრული ან ქართულის ნაწილია, ხო? აი ამ ენას ფლობდა, მათთვის ეს ბუნებრივი იყო და ამის აი აქ პრობლემის შექმნა ისევ რუსებმა დაიწყეს მე-19 საუკუნის აი 60-იან წლებში, როდესაც დაიწყეს აფხაზებისთვის ანბანის შექმნა და მაშინ იყო ესეთი მაშინ ითქვა რუსულ აკადემიურ წერებში, რომ აფხაზურისთვის ყველაზე უკეთ მიესადაგება ქართული დამწერლობა. მაგრამ იქვე დაისვა. მაგრამ ქართული დამწერლობა, ხო ციტატა ზუსტად არ მახსოვს, ითქვა ასეთ რომ ქართული დამწერლობა ხელს შეუწყობს აფხაზისა და ქართველის უფრო მეტად დაახლოებას. რუსული დამწერლობა კი მათ გათიშავს და აფხაზებმა ამით მაპატეთ რუსებმა სამწუხაროდ ამით შეძლეს აფხაზისა და ქართველის ისე დაშორიშორება, მათ შორის კონფლიქტის გაღვივებას კი, რომელსაც დღემდე ვიმკით. და მე მინდა აქ ხშირად სვამე ხოლმე კითხვას, რამ გამოიწვია ქართველსა და აფხაზს შორის პრობლემა, რატომ მოხდა გაუცხოება. და
ხარ ვაჭერები. არა, ის უბრალოდ აი 14 წელს შეწყდა ეს ამბავი, ხო? 1938-დან 54-მდე, როცა უკვე სტალინი და ბერი არ არიან და ხრუშჩოვის ეგრეთ წოდებული ოტეპელმა ესე იგი გაიგზავნა წერილი, რომელსაც ხოთაშორის შაყრილი ძიძარია და შინკუბაც აწერდნენ ხელს, რომ აი ესეთი რაღაც ძალდატანებითი მოხდა და რომ აფხაზისთვის ქართული დამწერლობა უცხოა, მიუღებელია და სასურველია იქ შეიქმნას რუსული აფხაზური დამწერლობა შეიქმნას რუსულ გრაფემაზე. ანუ დღეს რაც აქვთ მეკითხავთ რომ პირველი შეიქმნა რუსულ გრაფემას ის უსლა გენერალ უსლარის მიერ ხო იმ ამბანიდან აიღეს რამდენიმე ნიშანი და შექმნეს ახალი აი ზუსტად აი იმ უსლართან იყო დაახლოებით 40-მდე ასონიშანი აი ბოლოს აი 50-იან წლებში რო შექმნეს აი გამოვიდა 64 ნიშანი იმდენად გაართულეს რომ ბევრი ბგერისთვის ახალი ასონიშნების შექმნა მოუწია და 64-მდე გაჭიმეს ეს აფხაზური დამწერლობის აფხაზური ანბანი ისე იგი ბატონო კახა მე როგორც გებულობ და ადრეს წაკითხული მქონდა თქვენ მართლაც ძალიან აკადემიურად ეს დაასრულეთ რომ რეალურად აქ ეს იყო მოსკოვის მიერ გადაწყვეტილი შესაძლებელი არა მარტო იმიტომ რომ დავუშვათ ეს ამ ეტაპზე რომ პრობლემა საქართველოში და რადგანაც ქართული და სომხური ძველი დამწერლობებია და თუ იმ წლებში უცბად ეცდებოდნენ ქართული და სომხურის გადაყვანას კირილიცაზე გამოიწვევდა რა თქმა უნდა უკმაყოფილებას შეიძლება ეს პოლიტიკურად იმ ეტაპზე არ იყო ესე იგი მოსკოვისთვის მისაღები რადგანაც მაინც გვერდი თურქეთია რაღაცა სხვა პრობლემები მაგრამ ხო არ იყო აქ ჩადებული ის ნაღმი რომ აქ ქართველებს და აფხაზებს შორის გარკვეული მაინც ფსიქოლოგიური მომენტი გაჩნდა რომ მომავალში ეს გამოეყენებინათ სეპარატისტული მოძრაობის საკვებად დიახ რა თქმა უნდა დიახ ეს ამისთვის იყო დაშორიშორების პოლიტიკა იყო და აი მაშინ გავაგრძელებ აი მკითხვასთან კავშირში აი როდესაც ბევრი სვამს ჩემს დაუსვამ მკითხვა აი სტუდენტებსაც რამ გამოუწია ჩვენ შორის ეს პრობლემა. ეხლა ბევრი კი ამბობს რომ ძალიან ბანალურია ყველაფრის რუსეთზე აკიდება, მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს? ფაქტი ასეთია, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში და კერძოდ კი თანამედროვე დასავლეთ საქართველოში, ასეთი და არა მარტო დასავლეთ საქართველოში, აქეთში და ქართლშიც ასეთი პრობლემა შექმნილიყო. ხო, აი ჩვენ ამბაზე დაგვაუწყდა ბატონო თემურ საუბარი და შეიქმნა ძალიან კომიკური სიტუაცია. აი ოსები, ხო? ქეთს მიღმა და ქეთს გამოღმა, ხო? საქართველოში მცხოვრები ოსები ქართულ გრაფემაზე იყვნენ და ჩილოთ კავკასიაში კი რუსეთის ფედერაციის მცხოვრები ოსები კირილიცაზე, ხო? აი ეს იყო არა რომელიმე ხალხზე ზრუნვა, მაგრამ აი ესეთი რაღაც იყო. თუმცა ოსებისთვისაც ქართული გრაფემა ყველაზე ახლოს იყო მათ წარმოთქმასთან ვიდრე ოსური ინდოევროპულია კი, მაგრამ მათაც გააჩნიათ გარკვეული ბგერები, რომელსაც კირილიცა ვერ გამოხატავს. და აი მაგალითად დიპტომები არის, რომელსაც შეიქმნა ხელოვნური ნიშნები. აი ქართული გრაფემები აქაც ძალიან კარგად ჯდებოდა სხვათა შორის აი ოსური ლიტერატურაც აფხაზური ლიტერატურის მსგავსად სულ 100 წელს ძლივს ითვლის, ნუ აფხაზური 1912 წლიდან იწყება, დაახლოებით აი ამ პერიოდიდან ოსური ლიტერატურაც და აი ოსურ ლიტერატურაშიც განსაკუთრებით აი ესეთი აღმავლობა, აი ოსურ ლიტერატურის იყო ზუსტად აი ამ პერიოდში, როდესაც ქართული გრაფემა იყო იქ. აი ესე რაღაც და გამოგრძელება ამ საუბარს და ჩვენი დაპირისპირება გამოიწვია მუხაჯირობის პრობლემა. მუხაჯირობის პრობლემამ როდესაც რუსებმა
კავკასიის ომის დასრულებამდე, კავკასიის ომი დასრულდა 1864 წელს, 4 წლით ადრე 1860 წელს მათ მოართეს ოსმალეთის ხელისუფლებას, რომ აი ჩვენ ომს ვასრულებთ და ვამთავრებთ და გვინდა გარკვეული პრობლემის მოშორება და იქნებ ეს ჩვენი ეს მუსლიმები ჩრდილოეთ კავკასიიდან წაიყვანოთ თქვენ. ოსმალეთს მაშინ ჰქონდა გარკვეული პრობლემები ჯარის კომპლექტაციასთან, რაღაც ერთგულებასთან და ამიტომ ოსმალეთმა თანხმობა განაცხადა და როგორც კი ომი დასრულდა, ასე ვთქვათ, ჯერ კიდევ ცეცხლი ასე ვთქვათ ენთო, აი ესეთ პერიოდში ჩამოაყენეს ნოვროსისკიდან გაგრის მისადგომებამდე გემები და ეს ხალხი დასხეს ამ გემებზე და გაამწესეს ოსმალეთისაგან. აი შემდგომ ეტაპზე უკვე აფხაზების ჯერი დადგა და ძალიან ბევრმა ქართველმა აფხაზები შეინარჩუნა. დღეს რომ აფხაზეთში აფხაზები ცხოვრობენ, ქართველების დამსახურება ქრისტიანობაც ჩაწერეს. ქრისტიანობაც ჩაწერეს. და მარწაეყვანათ. ხო, და დღეს აი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სეპარატისტები გვეუბნებიან, რომ ქართველები ახდენენ ქართველ აფხაზების გაქრისტიანებას, რომ არ ყოფილიყო ეს და რომ ზოგადად ფორმალური ხასიათიც ჰქონდა, რა თქმა უნდა. ის ინარჩუნებდა ასე თუ ისე ისლამს, მაგრამ დოკუმენტში ეწერებოდა ქრისტიანი და ეს რუსი რო ნახულობდა ამ ოჯახს, ამ საბუთს ამ ოჯახს არ ეხებოდნენ და როგორც ვამბობ, ბევრი აფხაზი დღეს თუ აფხაზეთში და საქართველოში აფხაზი ცხოვრობს, ეს ისე და ისე ქართველის დამსახურებაა. მაგრამ აი ეს ტრაგედია მართლა დიდი ტრაგედია, როდესაც აყარეს ეს მოსახლეობა და სხვათა შორის არა მარტო აფხაზები იყვნენ ქართველებიც მოყვნენ და ამაზე სპეციალური კვლევა არსებობს და აფხაზებს აეკრძალათ ისინი გამოცხადდნენ დამნაშავე ერად და აეკრძალათ ზღვის სანაპიროზე ცხოვრება, ქალაქ სოხუმში ცხოვრება და ზღვიდან 20 კილომეტრის დაშორებით. თავის დროზე 1864 იმებში აჯანყებებიც მოაწყო, შევაჟიძე. ხო. 64 წელს აჯანყება მოაწყვეს, კი. და მაშინ დროებით გამოაცხადეს მთავრად 66 წელს მოაწყვეს აჯანყება, 1964 წელს გარდაცვლილი მიხეილ შარვაშიძის შვილი, ცნობილი გიორგი შარვაშიძე, ცნობილი აფხაზი, ცნობილი ქართველი, რომელიც ლექსებს წერდა ქართულად და რუსულად და სხვათა შორის სოხუმში არის დღემდე შემორჩენილი მისი ვილა, რომელსაც ქვია ჩემი ვილა. მაბადეთ ვილა ჩემი. და ამას წინათ ვუყურებდი ინტერნეტში, სადაც აფხაზი გიდი აი ამ ვილა ჩემს წარმოადგენს რაღაც იტალიურ სიტყვას. თუმცა ძალიან დიდი ის არ ჭირდება გააზრება, რომ ეს ორი სიტყვა ვილა ჩემი. ანუ ამ კაცმა კი ლათინური ასოებით ამიწერილი, მაგრამ ვილა ჩემი აწერია და ეს ძალიან დიდი მოამაგე იყო აი ამ ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და სხვათა შორის გარდაიცვალა რის გამო, როდესაც მოუწოდა აფხაზთა სახალხო საბჭოს თბილისთან მოლაპარაკების დაწყება და მაშინ მას უწოდეს მოვალადე და აი ამის ნიადაგზე, აი ამის ნერვიულობაზე ეს ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ბოლო სიტყვა სხვათა შორის აფხაზებმა გამოაქვეყნეს წიგნი, ისტორიული დოკუმენტები 1917-1921 წლები და ეს წიგნი იწყება აი გიორგი შარვაშიძე, ასე უწოდებთ შარვაშიძე არა, გიორგი ჩაჩპაც და გიორგი შარვაშიძე ჩაჩპათი საკუთარ თავს არ მეჩნდა. შარვაშიძე არც ერთი შარვაშიძე საკუთარ თავს ჩაჩპას არ უწოდებდა. გიორგი შარვაშიძეს აი ამ სიტყვით იწყება ესე აბრაშენი კმაიმუ ნაროდო. მართლაც რუსულად მიმართა კმაიმუ ნაროდო და იქ ამოღებულია ის ფრაზები, რომელიც მას
რომლითაც ის თავის თანატომელებს თავის ხალხს მოუწოდებს ქართველებთან ერთად ცხოვრებას და საერთო მტკიცადმე საერთო მტერი მან დაასახელა რუსეთი. ჩრდილოეთიდან მოდის ჩვენ შორის დაძაბულობაო და ეს ამოიღეს და სხვათა შორის ეხლა მიდის გარკვეულწილად ასე ვთქვათ ჭალებში მისი რაღაც შევიგება თუ რაღაც აი აფხაზებმა გამოსცეს ორტომეული აფხაზკი ენციკლოპედიის სლავარი. აი ამ სლავაში ერთი სიტყვა არ არის გიორგი შარვაშიძეს. აი ისეთი ადამიანი, ისეთი სახელოვანი, აი ეს კაცი არ ჩათვალეს ღირსად და დავასრულე ბატონ თემურ და როდესაც 1905-7 წლების რევოლუციაში აფხაზებმა არ მიიღეს მონაწილეობა, ეს დამნაშავე სტატუსი აფხაზებს მოუხსნეს და დაიწყო მათი ისევ რაღაც უკან რეინტეგრაცია, ასე ვთქვათ და რუსებმა შეძლეს ის გაეკეთებინათ, რომ აფხაზები დაარწმუნეს, რომ მუხაჯირობა ქართველების ინტერესში იყო და ქართველებმა მოაწყვეს, ქართველები იყვნენ ამის ლიდერები, ასე ვთქვათ, თავკაცები და იმიტომ რომ ქართველებს უნდათ ამ ტერიტორიაზე დასახლება. სამეგრელოზე? ხო, სამეგრელო, იმერეთი, გურია, რაჭა და აი აქ მოყავთ იაკობ გოგებაშვილის ცნობილი წერილი როგორ ჩავასახლოთ აფხაზეთი. მოგეხსენებათ, რუსებს უნდათ იქ გამოცარებულ ტერიტორიაზე რუსების, ყოფილი სამხედროების, ესტონელების, კაზაკების. მაგრამ მალერიამ გიშველა. კი, და მალერიამ გიშველა, იმიტომ რომ ამ ხალხისთვის ეს რიცხო იყო, ჩამოვიდნენ და ერთი წლის თავზე, როდესაც ავადმყოფობა ძლია და ადამიანები დაიღუპა, სხვას აღარ მოუნდა და ვერავინ ჩაასახლეს და ტერიტორია საკმაოდ ნაყოფიერი იყო, იქ უნდა ჩაესახლებინა და აი აქ ამ დროს წერს იაკობ გოგებაშვილი აი ამ წერილს რომ აი ეს ტერიტორია ისევ ქართველებით უნდა დავასახლოთ და ამით და ნუ რა თქმა უნდა იქ ასე ვთქვათ ღიად არა, მაგრამ სტექონებს შორის იკითხება რომ ეს ტერიტორია არ უნდა მოწყდეს. ნუ ლოგიკური იყო. ხო, რუსების ჩასახლებით ის მოწყდებოდა როგორც დაიკარგა დაუშვათ გაგრის მიღმა ტერიტორია, ხო? და დღეს აფხაზები აი დაარწმუნეს რომ თუნდაც ეს ქართველებს უნდათ და ქართველებმა დაიკავეს ეს ტერიტორია, მაგრამ აქ დავასრულებ ქართველებმა კი არ დაიკავეს ეს ტერიტორია, კი არ დაიპყრეს, ქართველები დაბრუნდნენ ამ ტერიტორიაზე, როდესაც აფსოების შემოსევებით 17 საუკუნის შუა ხანებში მოეწყო ქართველების აყრა. ანუ ჩვენ პირველი აფხაზეთის ქართველობას პირველი დევნილობა არ დაგვიცდია. ეს არის მეორე დევნილობა. ერთი იყო 17 საუკუნის შუა ხანებში და მეორე მე-20 საუკუნის მიწურულს. ასე რომ ქართველი ბრუნდებოდა მის ტერიტორიაზე და ეს ქართულ მიწაზე. კი ბატონო, კახა მართლაც მადლობა ესეთი ამოწურავი პასუხისთვის. ახლა რა თქმა უნდა დაწყებული 94-დან როცა შემოვიდა უკვე ფაქტურად რუსული თლიანად ფაქტურად რუსულმა არა მარტო დამწერლობამ, არამედ სოფხედელობა უკვე მოახვიეს საკმაოდ კარგად აფხაზებს. ისეთი ისტორიული მომენტი არის, რომ ბატონი ხრუშოვი, მაშინ პირველი დივანი, რომელსაც ჭყალებში რა თქმა უნდა უყვარდა ქართველები, ანუ არ უყვარდა, ის მიმართავდა ბატონ მიხეილ ტიმუროვიჩ ღაშბას პირველ დივანს, რომ რაღაცნაირად აქ ესე იგი ყოფილიყო მომენტი გამოყოფისა, მაგრამ იმას ეყო ვაჟკაცობა, გამჭრიახობა, ის მეცნიერი კაცის იყო, ბიოლოგი იყო, რომ არ დათანხმდა ამაზე და გარკვეულწილად ამ უცდელობები იყო. მაგრამ ახლა 93 წლის შემდეგ უკვე აფხაზეთში ფაქტურად ქართველები არ არიან, კი ბატონო გალში არიან, ნუ ქართველები, ამ შემთხვევაში მეგრელები, ფაქტურად ქართული ენა არსად არ ჟღერს ფაქტურად და აკრძალულიც არის ფსოუდან ენგურამდე, მაგრამ როგორ თვითონ აფხაზები საუბრობენ, ხანდახან მე Facebook-ზე ვყავს 1-2 დარჩენილი დამეგობრებული ისტორიკოსები,
დასანია, დარსანია ალბათ და შემდეგ და იქ თვითონ წერენ, რომ ესე იგი ნერვიულობენ, რომ სოხუმში, სხვა ქალაქებში აფხაზური ენა ფაქტურად არის მის. კი, ვთქვათ, გუდაუთის რაიონში რაღაცა სოფელში, მათ შორის დაუშვათ ლიხში, იმაში, ან შეიძლება დურიბში, ესე იგი კულანურხა კალდახვარაში შეიძლება საუბრობენ აფხაზური. ანუ აქ ქართველები არ არიან, მაგრამ რუსები ხომ ფაქტიურად არ უსებენ იმას აფხაზებს. არაფერს არ ვლაპარაკობ იმ აფხაზებზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობენ, ისინი ფაქტურად გარუსებული არიან. ამრიგად, აქ ქართველების ამ კუთხით ეგრეთ წოდებული გრუზინიზაცია არ მოხდა, არ იყო ისტორიულად და ახლა მით უმეტეს უბრალოდ მახსოვს თუ გავიხსენებ ბატონი ზუსტად ბაგრატ შინკუბა რომ ჩვენო მაინც ვიცით რომ ჩვენი ენა თქვა დაიკარგება და ჯობია ჩვენ ოკეანეში ანუ რუსულ სამყაროში ესე იგი ჩავიძიროთ ვიდრე თქვათ ტბაში ქართულ იმაში მაგრამ ჩაძირვა არის და არ ამგონია ქართველებისთვის მიზანი იყო ჩაძირვა აფხაზების და აქვე მე მინდა გავიხსენო მე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდი ერთი პერიოდი ბატონი დღევანდელი რექტორის ალიკო გვარამიას კათედრაზე იქვე იყო ბატონი ივანე საცბა რომელიც იყო მათემატიკის სწავლების მეთოდიკის სპეციალისტი და მე მართლაც აფხაზების მიმართ ყოველთვის კარგად ვიყავი და მე მას უთხარი რომ აი რატომ არ აკეთებ თქვენ რატომ არ წერთ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში მათემატიკაში მე-5, მე-6, მე-7 კლასისთვის რადგანაც მხოლოდ მე-4 კლასი ჩათვლით და ამ შემდეგ მე გვარამიას უთხარი ის ცოტა მორიდებული კაცი ხო გვარამიას უთხარი და იმან მითხრა ალალად რომ ну, არავითარი პერსპექტივა არ აქვს ჩვენს ენას, ვთქვათ, ტერმინოლოგიას და მე რომ გავკაჩოთ ეს თუნდაც მე-10 კლასამდე, მაშინ მე-10 იყო. ამას კულტურა ჭირდება ბატონო. დიახ, დიდი დრო ჭირდება, თუმცა მე მაგალითად ვისურვებდი რომ ეს ყოფილიყო. ამრიგად ბატონო კახა ჩვენ ახლა ეს საკითხი მეტნაკლებად გავაშუქეთ და მეც მომეხსნა ის მომენტი რომ რადგანაც დაუშვათ კაცი ლაპარაკობს თითქოს ნაკითხი განათლებული კაცი რომ სამწუხაროდ ქართული ვიციო მე შეიძლება მეფიქრა მაშინ რაღაცაში ჩვენ ვარ დამნაშავე მაგრამ მე აი თქვენამდელი პასუხიდან მეც ადრე წავიკითხე რაღაცა მე ამ კუთხით შვიდად ვარ რომ ეს ძალდადანები თბილისიდან არ ყოფილა ახლა მეორე საკითხი რომელიც მე სულ მაწუხებდა და საინტერესო საკითხია რომ აი უყურე თბილისი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირია თბილისი ხედავს რომ რუსეთი უკვე მაგრად არის შესული აფხაზების გარკვეულწილად ვთქვათ ქართველების წინააღმდეგ ვთქვათ მომართებაში და ამ სიტუაციაში თქვენ იცით რომ დაწყებული აი ამ 60-იან წლებიდან ყოველ 10 წლის განმავლობაში ხდებოდა აფხაზების გამოსვლები როგორც წესი გუდაუთის რაიონიდან აი შედარებით ასაკში ეგრეთ წოდებული აქსაკალები ჩამოდიოდნენ აქ შედარებით ახალგაზრდები უერთდებოდნენ და მოთხოვნა იყო ძირითადად მოსკოვის მიმართ მოთხოვნა თქვენ გაგვიკეთებთ მაგრამ რეალურად მიმართული იყო ასე თუ ისე გარკვეულწილად ადგილობრივი ქართველებისა და გნებავ თბილისის საწინააღმდეგოდ ოღონდ პირდაპირ ჯერ ეს არ იყო ეს ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა დიდი პოლიტიკა არ ჭირდებოდა ადამიანს თბილისში რომ ეფიქრა რომ ეს არის ყველაზე ფეთქება საშიში რეგიონი საქართველოში. ну საქმე იმაშია რომ ვთქვათ ну აჭარა ავტონომიური რესპუბლიკა ქართველებითაა დასახლებული, ამიტომ იქ ამ კუთხით პრობლემა არ არის, შეიძლება სხვა პატარა პრობლემა იყოს, მაგრამ ძირითადად არ არის. სამხრეთ ესე იგი ოსეთში ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონში იქ ცხოვრობდა სულ 21 თუ 22000 ქართველი მგონი 42000 ოსი ანუ მოსახლეობა პატარა იყო ან პრობლემა იყო მაგრამ ისეთი პრობლემა არ იყო როგორც აფხაზეთში ხო ისეთი ნამდვილად ამ სიტუაციაში ჩემის აზრით თბილისი გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრისათვის სწორად უნდა ეწარმოებინა საკადრო პოლიტიკა აფხაზეთში.
რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყავით ერთი ღერძი, რომელიც მოდიოდა საბჭოთა კავშირი მოსკოვი, თბილისი და მე ბრუნდებოდა თქვა სოხუმში და ასევე თბილისი, მოსკოვი, თბილისი, ცხინვალი. მაგრამ მაინც საკადრო პოლიტიკაში საქართველოს რესპუბლიკის საბჭოთა კავშირის სოციალისტური რესპუბლიკის შიგნით მაინც ადგილზე თბილისი უფრო საზღვრავდა, ჩემი საზრით. ამიტომ მე როგორც მესმის და როგორც იქაური კაცი ვარ და სანამ იქ ცხოვრობდი და ახლაც ანალიზს ვაკეთებ, ხშირ შემთხვევაში, როცა იყო აფხაზეთის ჯერჯერობით არ იყო ის შემოსული, რომ რაიკომის დივანი უნდა აფხაზი ყოფილიყო, ან უნივერსიტეტის რექტორი აფხაზი, საწარმოს დირექტორი აფხაზი, მოადგილე ქართველი. აი სანამ არ იყო შესული ეს, ვთქვათ, ეგრეთ წოდებული მოლაპარაკება, რომელსაც ხელმოწერილი ცხადია არ იყო, ძირითადად მაინც ებჟავანაძე და უფრო შევარნაძეს დროს იყო. აი მაშინ, ვთქვათ, რაიკომის დივნები ეს გაგრა იქნებოდა გულრიფში თუ ვთქვათ, ოჩამჩირე გალი ხშირ შემთხვევაში ინიშნებოდნენ, ვთქვათ, სწორად გამიგეთ, ახლა ქართველი ვარ მე და ასევე კახა, მაგრამ ჩვენ ვართ ადგილობრივი, ანუ აფხაზეთელი ქართველი. ესე იგი ინიშნებოდნენ ენგურს აქედან, ესე იგი დიდებული შეიძლება ქართველები, მაგრამ რეალურად არ იყვნენ ისინი აფხაზეთელები და როგორც წესი აფხაზურ მენტალიტეტს, აფხაზების, ვთქვათ, ისტორიაში ისე კარგად ვერ ფლობდნენ. და ეს იწვევდა გარკვეულწილად წინააღმდეგობას. მაგალითად, ცნობილი ახლა გვარის დასახელება არ მინდა, მაგრამ გაგრის ზონაში იყო პიროვნება, რომელიც გააგზავნეს რაიკომის პირველ დივნად თბილისიდან, შეხება არ ჰქონდა აფხაზეთში მანამდე და წლების განმავლობაში და მაშინ ვაზგენ მეორე იყო კათოლიკოსი სომხეთის და ის ჭკვიანი კაცი იყო სომხური პოლიტიკის გატარებისათვის და ის აძლევდა ფულს და სომხები ყიდულობდნენ მიწებს გაგრაში. და ეს ზუსტად პირველი დივანი ამ მიწებს, ესე იგი ყიდიდა და ეთყობა იქიდან მოგროვებული თანხიდან ნაწილს თბილისში, ესე იგი უნაწილებდა. და სიტუაცია ისე აღმოჩნდა, ბატონო კახა, თქვენ კარგად იცით, ომის წინ 92-13 წლებში გაგრის ზონაში ყველაზე მეტი სომეხი იყო. მერე ქართველი და მერე აფხაზი. ანუ ესე იგი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზ რეგიონი გაგრა, მე გულრიფშელი ვარ, კახა სოხუმელი, მაგრამ ყველაზე ლამაზი გაგრა და იქ უმრავლესობა სომეხი იყო. რატომ? იმიტომ პოლიტიკა არასწორი იყო. ასევე იყო სხვა სიტუაციები, როცა ვთქვათ უნივერსიტეტის, როცა უკვე მოლაპარაკება შედგა გარკვეულწილად, ოღონდ თქვენ მხრიდან არ იყოს ბუნტი, ჩუმად იყავი და ამ იყო ყველა უნივერსიტეტში რექტორი უნდა ყოფილიყო აფხაზი, მოადგილე ქართველი, ასევე საწარმოს დიდი დირექტორი თითოეულს გამოშვებით სოხუმ ხელსაწყო იქნებოდა თუ სუტროპიკული მეურნეობის იქ ფაქტურად ქართული იყო და აი დანარჩენებში ასე ყოფილიყო და ამ სიტუაციაში ხშირ შემთხვევაში თბილისი, რომელზეც იყო დამოკიდებული ის ქართველი, ვინ უნდა ყოფილიყო, იყო უგუელბელყოფა ადგილობრივ ქართველებს. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ, არაფერი, რამოდენიმე გვარს დავასახელებ აფხაზეთის მკვიდრი ქართველებისა. ცნობილი მეცნიერების, ნუ ახლა ილია ვეკუა ყველაზე გენიალური ქართველი მეცნიერი იყო აფხაზეთიდან, შეშელეთიდან. სიმონ ჯანაშია ფაქტურად იქ. ბევრი სხვა ისტორიკოსები, მე ახლა ამ გადაცემაში არ მინდა, მაგრამ ცხუმა აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია შექმნილი აქვს, ესე იგი ჩვენ ერთი საიტი გვაქვს, TAS.RT.LG და იქ შეტანილი გვაქვს ყველა მეცნიერებათა დოქტორები, ამ შემთხვევაში სწორად გამიგეთ, აფხაზეთიდან უამრავი ისტორიკოსები, ფილოსოფოსები და შემდეგ აფხაზეთის მკვიდრი. და ამ სიტუაციაში ხდებოდა, რომ ხშირად იგნორირებული იყო ეს ხალხი და ეს დღემდე ვრცელდება. აი თქვენ როგორ უყურეთ ამ საკითხს, როგორ შეიძლება, როცა იცი, რომ საშიფშია, ფეთქებადია რეგიონი,
შენ რამ ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე სადაც შესაძლებელი იყო ადგილობრივი ქართველის რომლის შეიძლება დედა ან ნათესავი ან მეზობელი აფხაზი იყო და უფრო იცოდა მისი მენტალიტეტი და ერთად დავუშვათ აი ამ სიტუაციაში რატომ ხდებოდა ადგილობრივი ქართველები ძირითადად იგნორირება კარგი შეკითხვა ბატონ თემურ უფრო შორიდან დავიწყებ ჩვენი დროიდან დავიწყებ დღეს იცით, აი 93 წლის შემდეგ იმართება სხვა დონის ქართულ აფხაზური შეხვედრები. ეს სახალხო დიპლომატიის დონეზე თუ ცოტა უფრო მაღლა და თქვენ რამდენად ქართულს აფხაზეთელ ქართულს იცნობთ, რომელიც ამ პროცესებში მონაწილეობს. ძალიან ცოტა. ძალიან ცოტა. მეც არანაირი წინააღმდეგობა და ხმართმოდი ამბობს არანაირი პრობლემა არ მაქვს. ყველგან არიან მოაზროვნე ადამიანები, ქვეყნის პრობლემაზე ჩაფიქრებული ადამიანები. ყველა უნდა იყოს ამ პროცესში, ეს მარტო აფხაზეთის პრობლემა არა, საქვეყნო პრობლემა და ყველა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი წილი არის ძალიან თითქმის ნიველირებული. ამას წინათ Facebook-ზე შემხვდა ერთ-ერთი ახალგაზრდა გოგონასი, რომელმაც აფხაზეთი არც იცის, როდესაც დაიღუპა უკვე აფხაზეთი ოკუპირებული, დაიბადა ეს ბავშვი, აფხაზეთი ოკუპირებული იყო და ეს ბავშვი წერს, ეს ბავშვი ჩაიყვანეს სტამბოლში ქართულ აფხაზურ შეხვედრაზე და ეს ბავშვი წერს თურმე რა საშინელება ჩაგვიდენია ქართველებს, ეს რა მდგომარეობაში ჩაგვიგდია აფხაზები ეს როგორი ის არის, აი რაღაც უნდა მოვძებნოთ, რაღაც გზა უნდა მოვძებნოთ და მე ხშირად ახლა Facebook-ში რაღაცებს არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ამან ძალიან გამაღიზიანა. ხო ვიცი რომ ის ბავშვი როგორი იყო იქ. მას აქედან არანაირი ცოდნა არ ქონდა, არანაირი ინფორმაცია არ ქონდა და იქ აფხაზს ვისაც აგზავნენ, ისინი ძალიან მომზადებულები არიან. ძალიან მომზადებულები არიან. და შესაბამისად, აი ესეთი შედეგი დგება იმ შეხვედრებზე, ისევ უკან დავუნდები, იმ შეხვედრებზე ისევ და ისევ მიდიან ადამიანები, როგორც თქვენ სწორად ბრძანეთ, რომელსაც არანაირი მანამდე შეხება არ ქონია აფხაზეთთან. აფხაზური მეტყველება არას არ ქონია განაგები, გაგონილი, მიდის და რაღაცაზე საუბრობს. როგორ უნდა ესაუბრო იმ ადამიანს, რომელსაც შენ არ იცნობ, მისი პრობლემები არ იცი, რაც გეუბნება იმას ვერ ხვდები. აი ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ აფხაზეთის საზოგადოება ნიველირებული და გარიყული. რატომ ერთხელ დავსვი კითხვა? აი რატომ მე რატო არ მეკითხებ პირადად იმ შემთხვევაში მე იქ სხვებზეც საუბარი. აი თქვენ ხართ კონფლიქტის მატარებლები. თქვენ უარყოფითი დამოკიდებულება გაქვთ. თქვენ ვერასდროს ვერ მიხვალთ შერიგებამდე. აპატიეთ, მაგრამ მე დღეს მყავს აფხაზი მეგობრები. აფხაზი მეგობრები, რომლებიც გავიცანი სხვათა შორის ომის შემდგომ და დღესაც მეგობრობ და გვაქვს მიმოწერაც ასეთი ნორმალურია. კი, ურთიერთობა და ზოგჯერ წერ ხოლმე Facebook-ში ზოგჯერ მკაცრ რაღაც პოსტებს, მაგრამ არც ერთ აფხაზს არ უთქვია რომ აი შენ ეს რატო დაწერე, ეს რატომ აი იმიტომ რომ მე ვიცი, რას ვეუბნები იმათ. ვიცი, ისი თქმა უნდათ, ვიცი, ისიც იცი, რასაც დაწერენ, რა უნდა გავიგო მე. და აი ეს ურთიერთობა, აი ეს ჩვენ როცა ვართ ამ პროცესში ჩართული, უფრო ახლოს მივალთ. კი, მე თვითონ აფხაზეთში ომის მონაწილე ვარ და 96 წელს, როცა ბებია გადმოვიდა ინგურიდან, გადმოიყვანა აფხაზმა ჯარისკაცმა და ასეთი ისტორია, როდესაც ვემშვიდობებოდი, ბებია მითხრა, გარდაცვლილია აწუკვე, წამო მიესალმეოდა, ახლა ძალიან რთული იყო. იქნებდა დამაპატიმროს, ხო? იქნებდა დამაპატიმროს. მაციები აქვს. ხო, მაციები აქვს. სხვათა შორის 2007 წელს წელი გამოცეს, რაც მეც ვარ. და მაინც მივედი, არაფერი არ მთქვენს ბებიასთვის, თუმცა მეშინოდა, რა თქმა უნდა, მივედი და ხელი ჩამოვართვი და მან ასეთ ფრაზა მითხრა,
Я знаю, кто вы знаете, кто я. მე ვიცი ვინ ხართ თქვენ და თქვენ იცით ვინ ვარ. მოდით ვიმეგობრებთ. Ну, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობის დამყარება, ჩვენ შეგვიძლია მიუხედავად კონფლიქტისა, აი ამ პრობლემის მოგვარება და აი ეს ბატონმა თემომა რა კითხვაც დაასვა, რა საკითხი წამოშვა ძალიან აქტუალური. აი ზუსტად იმ დროიდან რომ ამ პრობლემაზე სწორედ აფხაზეთის ქართველობა რო ყოფილიყო პასუხისმგებელი თუნდაც მეორე მდივანი აი ესეთი იქაური ქართველი რო ყოფილიყო ბევრი პრობლემა რა თქმა უნდა მოგვარებული იქნებოდა რადგან ჩვენ ერთმანეთის ყველაფერი ვიცით ვინ როგორ იკვებება ვინ რას ფიქრობს ვიცით და აი როდესაც რეგიონის გარედან ჩამოყავს ადამიანი რომლისთვისაც ის კუთხე კი საქართველოს ამშობლი დროებით სამუშაო ადგილი ხო ზოგიერთისთვის დროებით სამუშაო ადგილი არა მარტო იქ არამედ სხვა ინსტიტუციაშიც რაზეც მე ვისაუბრებთ ასეთი ადამიანები რა თქმა უნდა ქმნიდნენ ვერ წყვეტდნენ პრობლემას და თბილისი საბოლოო ჯამში მივიდა პრობლემის მიჩუმათებამდე ოღონდ არ იყოს რაღაც დავა და აი რაც ბატონმა თემურმა ბრძანა ყველაფერი ხდებოდა ესეთი ეგრეთ წოდებული ჯენტლმენური შეთანხმებით რომ აი მოდი თქვენ ასე და გითმობთ, მაგრამ არ იყოს გამოსვლები. ხო, არ იყოს გამოსვლები და იცით, მადა ჭამაში მოდისო და ის ზუსტად რაც დადგა საკითხი ზუსტად აი ამ ჭამაში მოვიდა თუ ერთხელ დამითმე რაღაცა, მაშინ კიდევ რაღაც უნდა დამითმო. აი ყველაზე დიდი პრობლემა იყო ისტორიაში გარკვეული დათმობები მათ რაც ჩვენ უკვე გვიბრუნდება და რაც დღესაც პრობლემა გვაქვს. მაგრამ სამწუხაროდ ეს საკითხები არ იყო მოგვარებული და თბილისის შიში განსაკუთრებით შევარდნაძის მმართველობას დაემთხვა ეს რომ აი არ ყოფილიყო არანაირი გამოსვლა მართალია შევარდნაძის მოსვლიდან მხოლოდ მეორე გამოსვლა 78 წლის გამოსვლა იყო წინა პერიოდში ჟავანაძესაც ეს ჰქონდა, მაგრამ აი აქ იყო მოსკოვის ზეწოლა ჯერ ხრუშოვის ეს ანტიქართული თქვენ ახსენეთ ეს ყალბის სიყვარული ხრუშოვის პოლიტიკა და შემდგომ უკვე ბრეჟნევის დროს აი არ უნდა ყოფილიყო რაღაც აი უთმობდნენ მაქსიმალურს თუმცა მეორე საკითხი მოდი აქ მე სხვა საკითხად დავაყენებ ბატონ თემურ თქვენის ნებართვით იყო გარკვეულწილად რაღაც საკითხების გადაწყვეტა თვითონ აფხაზეთშიც არ მიდიოდა აი რაღაც მაგალითად საფრთხე ეკონომიკურად მდიდარი რეგიონი რა თქმა უნდა აი იმ ბიუჯეტის ძალიან არა მარტო ტურისტულად არამედ სოფლის მეურნეობას მაღალ დონეზე ხო სამეურნეო თვალსაზრისით აი ამ ბიუჯეტის დიდი ნაწილი მოდიოდა თბილისში და აი კი ის თბილისი ანაწილებდა საქართველოს მაგრამ იქაც გარკვეულწილად იყო ხო ეს რომ შეიძლება შიგნით აი ამის დარეგულირება და უფრო სხვანაირი სტარტაპის დაწყება მაგრამ აი როგორც გითხარით თბილისს არ ქონდა მზაობა სამწუხაროდ არ ქონდა იმ დროინდელ ხელისუფლებას მზაობა ამ პრობლემის მოფიქრებაზე იფიქრა და მისთვის იყო ყველაზე ოპტიმალური პრობლემა მიეჩუმათებინა ხო დათმობი და აქედან გაეგზავნა ისეთი ადამიანი რომელიც უფრო აფხაზის გავლენის ქვეშ მოხდებოდა და ასევე აქ მომენტს გავიხსენებ 79 წელს როცა ვთქვათ, ამ შემთხვევაში მე ვსწავლობდი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში, ვნახე ცნობარი საბჭოთა კავშირის უნივერსიტეტების და იქ რუსულ ენაზე იწერა სუხუმსკი გასუდარственный უნივერსიტეტი. მე რა თქმა უნდა გამიხარდა ზაფხულში რომ ჩამოვედი სახში მითხრეს არა უგაცო ის თბილისის ვთქვათ გადაწყვეტილებით რადგან აფხაზებმა ესე გამოსვლა მოაწყვეს სოხუმშიო გარდაერქვაო და კოსიგინის ხელმოწერით ესე იგი მოხდა შეცვლა ბრძანების როცა კოსიგინის ხელი მოაწერა სოხუმსკი გასუდარственный უნივერსიტეტ და აფხაზეთის ესე იგი რუსულად ჟღერდა ძალიან ამ შემთხვევაში ну ვთქვათ აფხაზსკი გასუდარственный თითქოს აფხაზების უნივერსიტეტი კი ქართულად აფხაზეთის მაგრამ ამ შემდეგ ესე თბილისის დათმობა იყო არასწორი ჩვენს ადგილობრივი ქართველების ხარჯზე
რა თქმა უნდა ეს მომავალში გაგრძელდა და ეს საკითხი რა თქმა უნდა ესე იგი დღესაც გრძელდება როცა სხვადასხვა თქვა დაწესებულებებში ესე იგი აფხაზეთის კვიდრი არის იგნორირებული. ახლა ჩვენ ბატონო კახა დარჩა ორი საკითხი. ჩვენ კიდევ შეიძლება აი ამ საკითხს რომელსაც ახლა წამოვჭრით მერეც დაუბრუნდეთ, მაგრამ მე მაინტერესებდა ის რომ აი თქვა რა თქმა უნდა უკვე რუსეთი დიდი ხანია მოსკოვი მუშაობდა ქართველების და აფხაზების დაშოშებაზე და ცნობილი ესე იგი რუსი ისტორიკოსის посткоммунистическая вандея კალბატონის გვარი ჩერვონაია სვეტლანა ჩერვონაია წიგნი სადაც სვეტლანა ჩერვონაია ყვება იმასთან დაკავშირებით რომ მას მოსკოვში მისცეს დავალება ლუკიანოვი იყო ერთ-ერთი ესე იგი ის იდეოლოგი რომელსაც უნდოდა რომ ფაქტურად საქართველოს შეეზღუდა აფხაზეთის მეშვეობით და მან გარკვეულწილად ამ ქალბატონზე სხვებზე შემდეგ დავალებები როგორ ეს გაეკეთებინა თუმცა ეს ქალბატონი აღმოჩნდა მაინც მეცნიერი ქალბატონი და დაწერა წიგნი სადაც ეს ყვებოდა მაგრამ ამ პერიოდში ახლა მე მინდა შევეხო იმ საკითხს მოგესალმებათ რომ 90 წელს თბილისში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები და გაიმარჯვა ბლოკმა ესე იგი მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველოს ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით აფხაზეთში ძალიან ესე იგი დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა და აი უკვე მომდევნო წელს 91 წელს უკვე ტარდებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს არჩევნები ბუნებრივია რომ აფხაზები აქ ითხოვდნენ დიდ შეხავაც აქედან ჩადიოდნენ იურისტები მათ შორის ლევან ალექსიძე კიდევ სხვები ვახტანგ ხმალაძე სხვები შემდეგ და იქიდან ძირითადად ცნობილი იურისტი თამაზ კეცვა და ზურაბ აჩბა ხდებოდნენ ესენი და აი იქ საბოლოოდ მოხდა მოლაპარაკება შემდეგზე რომ აფხაზეთში იქნება ერთპალატიანი 65 დეპუტატისგან შემდგარი პარლამენტი, სადაც 28 ადგილი, რაც წარმოადგენს საერთო რაოდენობის 53%, ქართველები 26, რაც წარმოადგენს 40% იმ 65-დან და არა აბორიგენი, არა ქართველი, არა აფხაზი 11 ადგილი 17%. იმ 99 წლის ესე იგი მოსახლეობის აღწერით ეს ყველაზე დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ვიყავით მაშინ მოსახლეობა იყო ესე იგი 5.5 მილიონი შესაბამისად იქ იყო აფხაზი 93,000 17.8%, ქართველი 240,000 46%, არააბორიგენი 191,000 27%. და აი ეს განაწილება მაშინ ბატონ ზვიად გამსახურდი ამაზე დათანხმდა ბატონ ლევან ალექსიძეს მიწოდებით, მაგრამ გამოდიოდა რომ ერთი აფხაზის ხმა უტოლდება და 3 ქართველის ხმას. ხოლო ერთი აფხაზის ხმა 5 არააბორიგენის. რა თქმა უნდა მე მაშინ თვითონ მონაწილეობდი ამ არჩევნებში ვცვლიდი რომ ეს არაობიექტურია გარკვეულწილად ტერმინის მოიგონა მოსახლეობა აპარტეიდული კანონი მაგრამ ეთყობა ჩადებული ქონდა ბატონ ზვიად გამსახურდიას რომ 28 აფხაზის და 11 არააბორიგენის ერთად 39 ხმა ყველა არააბორიგენი რომ ესე იგი მიმხრობილიყო აფხაზებს არ მისცემდა 2/3-ს, ანუ საქართველოსთან გამოყოფის სრულებას და მაგრამ მომავალში გაიგო რომ უკვე არძიბამ ეს უბრალო უმრავლესობით მაინც გადაწყვეტა ეს საკითხი რა თქმა უნდა უკანონო. ბატონო კახა, თქვენ როგორ მიგაჩნიათ ეს კანონი იმ ეტაპისთვის იყო აუცილებელი ასეთი ფორმით თუ მაინც დათმობა იყო აი ამ საკითხთან დაკავშირებით? დიახ, ეს აპარტეიდული კანონი იყო, რაც მეც მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და იმ არჩევნებში მონაწილეობას ავიღებდი, მაგრამ მახსოვს საზოგადოების, ჩემი ოჯახის, მეზობლების, გარემოს
განწყობილება, რომ ეს იყო აპარტეიდული და რომ რაღაც პირველი ასე ვთქვათ, ქართველები აი ეს ჩემ განწყობილებას, ახლობლების განწყობილებას გეუბნებით, რაღაც ერთგვარი თითქოს ძალიან დიდი დათმობა, დაკარგვის მსგავსი ყველამ ასე ჩათვალა, მაგრამ ალბათ ჩვენ უნდა გავიხსენოთ, რომ აი ეს 91 წელია და ახლად დამოუკიდებლობა გამოცხადებულ საქართველოს აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის კრემლის მიერ ინსპირირებული კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში. მაშინ მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული დაძაბულობა 99 წლის ივლისში, 15-16 ივლისს აფხაზეთში, გარკვეულწილად ქართველების ერთიანობით სეპარატისტებმა და კრემლმა აფხაზეთი უკანა ბოლო თაროში ჩადეს, ასე ვთქვათ, ეს საქმე და აი ცხინვალის საკითხი ბოდიში წამოიწია წინ. ამ ვითარებაში ახლად გამოცხადებული საქართველოს მაშინდელ პოლიტიკურად გამოუცდელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ სხვა გამოსავალი არ ქონდა. ეს კი შევარდნაძისეული და იმ გზის იყო, იმიტომ ლევან ალექსიძე იმ პროცესებშიც მონაწილეობდა, რაც შევარდნაძის და შემდგომ პატიაშვილის ხელისუფლების დროს იყო აფხაზეთთან მიმართებაში, ანუ ლევან ალექსიძე კარგად იცნობდა აფხაზეთის საკითხებს და საგანგებოდაც იყო ის, ამიტომაც იყო შერჩეული და ლევან ალექსიძემ ერთგვარად გააგრძელა ეს მიჩნევათების პოლიტიკა, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში ეს იყო ძალიან კარგი გამოსავალი, აი არსებობს გამოსავალი ცუდი და უარესი. ეს იყო ცუდი. უარესი არ იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო ცუდი, მაგრამ ნაკლები ბოროტება იყო, მოდი ასე ვთქვათ, ნაკლები ბოროტება იყო, ოღონდ სამწუხაროდ ქართულ მხარემ ვერ ვივარგეთ. ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ მაშინ, როდესაც აფხაზებმა მათ საარჩევნო უბნებში თითო კანდიდატი დანიშნეს, ხო, ასე სხვადასხვა მომზადებული ხალხი. კი. იქაც ქართული კვოტა იყო, იქ იყო ერთზე მეტი. ანუ შეიქმნა კონკურენცია შეიძლება არ არის ცუდი, უკეთესის გამოვლენა, მაგრამ ამ შემთხვევაში კონკურენცია იყო წაგება. მაგალითად, მე სადაც მონაწილეობდი, გულრიფშელი ვარ და იქ რეგიონში იყო 7 კონკურენტი, ზოგიერთი იყო ისეთი, რომელიც საერთოდ გულრიფში მარტო აეროპორტში რომ მიფრინავდა, იქ გაივლიდა მეტი არაფერი, ზოგმა 2 ხმა იყო, ზოგმა 3, მაგრამ იყო 3, ამ შემთხვევაში იქ გაიმარჯვა, ესე იგი, ქართველმა, რომელიც ადრე იყო რაიკოვის დივანი. ესე იგი, შესაბამისად, კონკურენცია იყო, რამდენად მე ვიცი, ერთი ადგილი დაიკარგა ტრაპეციას იმაზე. კი, აი ზუსტად აი ამის ნიადაგზე და გურამ გაბისკერია იდგა იქ, ვახო ჭანია, ისტორიკოსი და ასე შემდეგ. კი, და აი ამან შექმნა პრობლემა და მეორე ჩვენ ვერ შევძელით იმ 11-ში ჩვენი, ასე ვთქვათ, იქაც რაღაც თავიდანვე იმ 11-ში მე აქტიურად ვიყავი, იმიტომ ბატონ თამაზ ნადარიშვილი მრჩეველიც ვიყავი მაგ პერიოდში სხვა მეგობრებთან ერთად. 11-ში თავიდანვე 7 პიროვნება ქართულ პოზიციას იკავებდა. და 4 მან შესაბამისად მე ახლა ჩვენი დეპუტაცია ახლა ზოგი ჩემი მეგობარი ზოგი ისა, მაგრამ ბევრი არ იყო მომზადებული, თქვა და ბევრმა რუსულიც არ იცოდა, ახლა სამუშაო ენა ბუნებრივია რუსული იყო და ამ შემდეგ და მე აი ამ თქვათ პოლიტიკის გამო რომ დეპუტაციამ ბოლომდე ვერ იყო ჩაღა იმ 11-დან რეალურად ჩვენ შემოგვჭა 2. ეთერ რასტემიროვა, დიდებული ყაბარდოელი, დედით ქართველი და ნაგარნინა, რომელიც მეუღლეა ქართველის. დანარჩენი 9 ფაქტურად მათ პოზიციას იღებენ. რითაც დავკარგეთ ეს უპირატესობა და ფაქტობრივად წავაგეთ აი ის სადაც შეგვეძლო ერთიანობის განმავლობაში შორის ერთიანობა ჩვენი პრობლემა იყო აფხაზეთში ერთ მომენტს გავიხსენებ 1912 წელს სოხუმში მაშინ სკოლებში მასწავლებლები ირჩეოდა და გამოთავისუფლდა ქართულის მასწავლებლის თანამდებობა და
1912 წელს აი ამ თანამდებობაზე საკუთარი თავი წამოაყენა სოციალ-დემოკრატმა არზაყან ნემხვარმა. აი ზუსტად ამ პოლიტიკური დაპირისპირების გამო, იმიტომ რომ იქ სხვა პოლიტიკური სიმპათიები იყო, არზაყან ნემხვარის კანდიდატურა ჩააგდეს და რამდენიმე წელი ამ სკოლაში ქართულს არავინ არ ასწავლიდა. ისევ და ისევ აი პოლიტიკური ამბიციების გამო, პოლიტიკური შეუთავსებლობის გამო რაღაცების პრობლემას საკუთარ თვითონაც შეუწყვეტ ხელი სამწუხაროდ. ესე იგი ბატონო კახა, ჩვენ კიდევ ამ საკითხებს ისტორიულ იმაში აფხაზეთში ვთქვათ კიდევ სხვა გადაცემებში დროს დავუთმობთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არავის არ ვახვევ აფხაზეთის გარეშე სახელმწიფო საქართველოს ვერ შედგება როგორც სახელმწიფო აქ ბევრი ნიუანსია მე პირადად ხადია ვარ მომხრე მხოლოდ მშვიდობიანი დაბრუნებისა აფხაზეთში, მაგრამ სანამ არ მოხდება დაბრუნება, საქართველოს როგორც სახელმწიფო ვერ შედგება. ამიტომ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ეს უნდა გვახელმოდეს არა მარტო ჩვენ აფხაზეთელებს, არამედ საქართველოს სხვა შვილებს და ისინი ამაზე უნდა ფიქრობდნენ. ახლა დღეს ჩვენ ვსაუბრობთ რომ იყო პერიოდი, ეგრეთ წოდებული, თქვათ, რენესანსის პერიოდი, შეიძლება უწოდოთ თუ არა, ბუნებრივია იმ პერიოდს, რა პერიოდში ჩვენ უკვე დევნილობაში მეორეჯერ როგორც ირკვევა, მე-20 საუკუნის, მე-9 საუკუნეს და ფაქტურად მე-20 საუკუნის, მე-15 საუკუნის. და ეგ პერიოდი, როცა თბილისში მოგვიწია ჩვენ უკვე გადმოსვლა, ჩვენ საბედნიეროდ მაგ პერიოდში ყავდა პოლიტიკური ლიდერი გაგრილი კაცი, თამაზ ნადარიშვილი, იყო ნაღდი ლიდერი და საზოგადოებრივი ლიდერი, სოხუმის მაშინ ერქვა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორი, რექტორი, სოხუმელი პროფესორი ოთარ ჟორდანია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. შესაბამისად, იყო შემთხვევები ბატონ ედვარდ შევარდნაძეს ნახდათ არ უნდოდა რომ სოხუმის ფილიალს თბილისში გადმოსვლის შემდეგ დევნილებისა თბილისში ყოფილიყო და ჩვენ თავაზობდნენ ზუგდიდში, რატომ? იმიტომ რომ მართლაც ნაწილი იყო სტუდენტების ზუგდიდში, პროფესორ-მასწავლებელი ნაწილი ზუგდიდში და ბატონი შევარდნაძე ფიქრობდა ასე, ის პოლიტიკოსი იყო, თბილისში დევნილების ყოფნა ეს ზედმეტი ის არის პოლიტიკური გამძაბრება სიტუაცია, ჯობია იყო ზუგდიდში, მით უმეტეს მაშინ უკვე ზუგდიდში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი და ფიქრობდა პერსპექტივაში შერწყმა მოხდებოდა და არ იქნებოდა უნივერსიტეტის სოხუმის, არ იქნებოდა პრობლემა. მაგრამ მაშინ და ამას გვეუბნებოდა მაშინდელი მისი განათლების მინისტრი ბატონი კვაჭანდირაძე. მაგრამ ჩვენ დელეგაცია ისტორიკოსი აღსვენებული ბორის ხვარაცხელია, ეკონომისტი პროფესორი თემურ შენგელია დღეს ერთ-ერთი ლიდერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე და სხვები ჩვენ ვიყავით და ჩვენ აუხსენით რომ ჩვენ სანამ არ ვიქნები სოხუმში და გვინდა სოხუმში ყოფნა ჩვენ უნდა ვიყოთ მხოლოდ თბილისში შეიძლება განვითარდეს უნივერსიტეტი ამ შემთხვევაში როგორც სამეცნიერო ასევე აკადემიური ხაზი და ზუსტად ეს სიტუაცია დადასტურდა რომ როცა ბატონი ოთარ ჟორდანიას რექტორობის დროს 94 წლიდან 2006 წლამდე სანამდე არსებობდა მეცნიერებათა კანდიდატის და მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მერე ლომაიამ ესე იგი გააუქმა სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლების 30-მა თანამშრომელმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მეცნიერებათა კანდიდატის 125-მა, ანუ 155-მა პიროვნება აიმაღლა ხარისხი ან მიიღო ხარისხი თბილისში, შეიქმნა ახალი უნივერსიტეტი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და რეალურად მაშინ აფხაზეთელების ხმა ჩადა, გითხარით პოლიტიკური ლიდერი ყავდა. მაგრამ ეთყობა მაშინ არა მარტო შევარდნაძის დროს, შემდგომში ახლა კაცი ციხეშია და არ მინდა მასზე საუბარი, მის დროს ბატონი მიხეილ სააკაშვილის დროს ესე იგი იყო ალბათ ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის მართლაც აუცილებელი რომ ხმა ჩანდეს დევნილებისა, გახსოვთ მაშინ დევნილების ბევრის გაყვანა იყო თბილისში იძულებით და შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს
თავმჯდომარეებს ეუბნებოდნენ რომ უნდა შეკვეცოთ თანამშრომლები მე მახსოვს ჩემი მეგობარი დიდებული სოხუმელი გიორგი ჩიქოვანი რომელსაც შეთავაზეს ბატონი ალასანიას შემდეგ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობა უთხრეს რომ კი ბატონო თავმჯდომარედ გაგიშვებთ მაგრამ უნდა გაანახრო შტატიო ნუ ის ახლა არა მარტო ჩიქოვანი არამედ კაცი რომელსაც უყვარს აფხაზეთი და სუნთქავს აფხაზეთი და იმან უარი თქვა და ნუ მე უკვე ისეთ ხალხს ნიშნავდნენ რომელიც სულ ამცირებდნენ სამწუხაროდ იგივე ხდებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში როცა არა აფხაზეთელებს ნიშნავდნენ რექტორებად და დღეს ახლა ჩვენ დარჩენილი დროს გარკვეულ წილად უნდა ბატონო კახა მე გითხრათ თქვენ გთხოვოთ თქვენი აზრი როგორც ისტორიკოსისა როგორც სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის რამდენად მნიშვნელოვანია თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენ მშვიდობიანად უნდა დააბრუნდეთ ჩვენ უნდა კონკურენტუნარიანი ვიყოთ იმიტომ რომ ტყუილია ის მოსაზრება რომ აფხაზებს ადგილზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველა დარგში სუსტია და იქ არ ვარგა მიმართულები ეს არასწორია და ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ნიშნავს ჩვენ ძლიერი უნივერსიტეტი უნდა შევინარჩუნოთ თბილისში და ძლიერ უნივერსიტეტს როგორ იქნება თუ არ იქნება იქ სპეციალობა ისტორია თუ არ იქნება სპეციალობა თუნდაც მათემატიკა გამყრელი მათემატიკა სხვები ამ შემდეგ და ასევე შესაძლებელი ახალი სპეციალობა სოციოლოგიასთან ერთად კონფლიქტოლოგია და ასე შემდეგ ამ თვალსაზრისით მე ის ინფორმაცია რაც მომზდის ახლა არ არის სამწუხაროდ ესე იგი კარგი რომ შესაძლებელია საქართველოს განათლების სამინისტრომ გარკვეულ სპეციალობა კლასიკური სპეციალობები რომელიც მოდის ჯერ სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში 1932 წლიდან მათემატიკა ფიზიკა ქიმია მერე ისტორია ბოლოს კოჭიკო ანტილავა წლების განმავლობაში იყო ესე იგი კათედრის გამგე ასევე ირაკლი ახალაია რექტორიც იყო ისტორიკოსი MGU-აქ დამთავრდა შემდეგ და ისტორიის მიმართულება ძალიან ძლიერია ყოველთვის ქართული ენა ლიტერატურა დღეს ახლა ვიღაცა იტყვის კაცო თუ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენა ლიტერატურა თუ არ იქნება ეს ვის გაუყარდება მოსკოვს და იმას სოხუმს დღევანდელ სოხუმს იქავა და მე ვიცი ესეთი რომ დღევანდელი რექტორი ქალბატონი თეა ჯუღელი ძალიან მოწადინებულია იბრძვის იმისათვის რომ შეუნარჩუნოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების ძირითადი სპეციალობები რომელიც მართლა ძლიერია და ყველანაირად საქართველოში ლიდერია გამკვეთ მათემატიკა ბიოტექნოლოგია ისტორია ქართული ენა ლიტერატურა ამ მიმართულებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს სამივე საფეხური აქვს. ბაკალავრიატი, მაგალითად ისტორია, ლიდერი ზურაბ აბასკირი. ისტორია საბაკალავრო არის, სამაგისტრო არის, სადოქტორო არის. აი თვითონ ბატონ კახას აქვს დაცული ამას სავის დროზე სადოქტორო. გამოყვეთ მათემატიკაში პირდაპირ გეუბნებით საქართველოში ლიდერები ვარ და მადლობას მოახსენებთ ქალბატონ თეა ჯუღელს რომელიც იბრძვის. მაგრამ მე მიმართავ აკადემიური საბჭოს წევრებს. თითო ოროლას გამოკლებით, ვინც თქვენი ფაკულტეტიდან უფრო არიან და იქცევიან ძალიან ლაშქარწურად, სხვებს ამოუდექით მხარში ქალბატონ თეა ჯუღელს და დაიცავეთ ეს სპეციალობები საბაკალავრო. თორემ განათლების სამინისტროს ნაწილს იქ უნდა რომ ჩვენ გავხდეთ მარტო მასშტაბლების ესე იგი მასშტაბლები პედინსტიტუტი, ანუ ფაქტურად კოლეჯი. და რამდენად მნიშვნელოვანია ბატონო კახა თქვენ როგორც ისტორიკოს მიმართავ რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩეს მეცნიერული მიმართულება კლასიკური სპეციალობებისა თო ბატონო ძალიან საჭირო და მტკივნეული კითხვა რომელიც ყველას გვაწუხებს და მოდი კიდევ ცოტა დავიწყებ როდესაც კონფლიქტი გაჩერდა, ომი გაჩერდა და დაიწყო მოლაპარაკებები, სეპარატისტული მხარე აყენებდა ორ მთავარ საკითხს თბილისთან ურთიერთობაში, ეს იყო ლეგიტიმური სტრუქტურების გაუქმება და სოხუმის ფილიალის ამჟამად გაუქმება. ანუ აი ამ ორი სტრუქტურის მოშლა იყო, ასე ვთქვათ, იმათგან კეთილინება რაღაც საუბარზე წამოსვლის.
საბედნიერო თბილისი ამაზე არ წავიდა და დღეს არსებობს ლეგიტიმური სტრუქტურები სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის და არსებობს სოხუმის ფილიალი, რომელიც დღეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელითაა ცნობილი და ეს არის პირველი უნივერსიტეტი საქართველოში თესეუს შემდეგ. პირველი უნივერსიტეტი მეოთხე ამიერკავკასიაში. ანუ იმ დროინდელმა ხელისუფლებამ არა მარტო საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში ჩათვალა, რომ აფხაზეთში საქართველოში საჭირო იყო, მომწიფებული იყო ბაზა იმისთვის, რომ იქ უნივერსიტეტი გახსნილიყო. ხო არ გაიხსნა, სხვაგან გაიხსნა ეს სოხუმში. და გაიხსნა უნივერსიტეტის სახელი და ეს უნივერსიტეტი იმ დროიდან იყო ძალიან მოწინავე. ჩვენ ახლა ჩვეულებრივ დედა უნივერსიტეტია თესეო, პირველი უნივერსიტეტია, ბაზისია ქართული უმაღლესი თანამედროვე ქართული უმაღლესი განათლების, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აფხაზეთის მოდი ასე დავიწყოთ, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდგომ უკვე აქ ჩვენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არაფრით არ ჩამოვარდებით თესეოს ჩვენ ვართ ლიდერები, აი ბატონმა თემურმა საერთოდ მათემატიკური მოდელირების პროგრამა შექმნა, დაარსა და ამ მიმართულებით ძალიან მუშაობს, რამდენიმე დოქტორანტი აღზარდა და აი ამ თემატიკის ბატონი თემურის სადოქტორო პროგრამის თემატიკის მთავარი პრობლემა ეს აფხაზეთი კონფლიქტია, მათი გადაწყვეტის გზებია და ჩვენ მთლიანად ვართ ორიენტირებული აფხაზეთზე, აფხაზეთ მცოდნეობაზე, ყველა მიმართულებით, მათ შორის მათემატიკა და გნებავთ სხვა მიმართულება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ის მეცნიერები, მკვლევარები, რომლებიც პასუხს ვაძლევთ სეპარატისტებს და სეპარატისტთა ნარატივს ვაქარწყლებთ. აი მე დღეს მოვიტანე წიგნი, რომელიც ჩვენ გამოვეცით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით და წიგნს ქვია სამურზაყანო ქართული ისტორიული ეთნოგრაფიული პროვინცია, რომელიც საჩუქრად ბატონ თემუ გადმოგცეთ. აი ამ წიგნს ეს წიგნი თარგმნილია უკვე ინგლისურ ენაზეც. იცნობენ აფხაზეთში მიმდინარეობს მისი ციტირება, მაგრამ ვერ ასე ვთქვათ საწინააღმდეგოს ვერ გვეუბნებიან. ანუ აი ასეთი შრომებია, აი ესეთი კვლევებია საფუძველი და არსი ჩვენი უნივერსიტეტის არსებობისა. ჩვენ ყოველდღიურად ვემზადებით სოხუმში დასაბრუნებლად. ეს იქნება ხვალ ზედ თუ გარკვეული ვადის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ბატონი თემური, მე, სხვები იქ რომ მუშაობთ, ჩვენ სოხუმისთვის ვემზადებით. და ეს უნივერსიტეტი უნდა დაბრუნდეს სოხუმში და ეს უნივერსიტეტი სხვათა შორის აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული სექტორი, ქართული მხარე იყო ქართველობის ბურჯი აფხაზეთში, ქართული იდეის ბურჯი, ქართული სულისკვეთების ბურჯი და დღეს აი ამ უნივერსიტეტის დაყვანა იმ მოცემულობამდე, როცა ეს უნივერსიტეტი 1978 წლის, ასე ვთქვათ, მომენტამდე დაყვანა არის ძალიან დიდი, მე ვთვლი, კი, ვთანხმდებით ბატონ თემო ჩვენ უნივერსიტეტში მუშაობთ, რომ განათლების რეფორმა საჭიროა. სამწუხაროდ 30 წლის მანძილზე იმდენი, ასე ვთქვათ, ქირურგიული ოპერაცია ჩაატარეს. სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. ხო, მაგრამ სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ, მაგრამ ამ შემთხვევაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ უნდა იყოს განსხვავებული დამოკიდებულება, რადგან ეს უნივერსიტეტი სულ სხვა მისიას ატარებს, სულ სხვა სულისკვეთებას ატარებს და ამ უნივერსიტეტმა მისი საბაზისო პროგრამები, ის სკოლები, რითაც ის სოხუმიდან მოდის, რომელიც აქ კი არ შექმნა, აქ უბრალოდ განვითარდა, ახალ ეტაპზე ავიდა, თორე სოხუმიდან მოდის, ამ უნივერსიტეტმა უნდა შეინარჩუნოს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ალბათ ამ ჩვენ გადაცემას უყურებენ ის ადამიანები, ვინც ამ რეფორმის განხორციელებაში და შექმნაში არიან ჩართული და კიდევ ერთხელ გაიაზრებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობას. სოხუმის ყველა უნივერსიტეტს პატივცემ. მე მაგალითად ლექციებს ვკითხავ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. სხვა უნივერსიტეტებში ერთი პერიოდი ბათუმის უნივერსიტეტში მეუღლე იქიდან მეც ვისწავლე ბათუმის უნივერსიტეტში და ყველა უნივერსიტეტს პატივცემ, მაგრამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განსხვავებული მოცემულობა, განსხვავებული მდგომარეობა, რომელსაც სხვასთან ვერ დააყენებ ვერანაირი მოცემულობით. კი, პრემიერმა თქვა, რომ პოლიტიკური სტატუსის გამო რჩება, მაგრამ პოლიტიკური სტატუსი ჩვენი, ასე ვთქვათ,
პრივილეგია არა, ჩვენ პრივილეგია ეს არის. პოლიტიკური სტატუსი უბრალოდ მოგვეცა იმის გამო, რომ ჩვენ იძულებით გადაადგილებულები ვართ და სხვათა შორის ჩვენი უნივერსიტეტი იყო მსოფლიოში პირველი იძულებით გადაადგილებული. მე დონეცკის გახდა. კი, დღეს ცოტა მეტია, მაგრამ ჩვენ ვიყავით და სხვათა შორის უკრაინელები მახსოვს დამიკავშირდნენ და ჩვენგან სწავლობდნენ იმ მოდელებს, აი მაგალითად თქვენ დონეცკი ახსენეთ, დონეცკის ერთ-ერთი დოქტორანტი დამიკავშირდა 2016 წელს თუ 2017 წელს და თხოვა მეამბა როგორ დაიწყო სოხუმის ფილიალმა არსებობა სოხუმის შემდეგ თბილისში, რომ მას შემდგომ ეს გაეტანა და ამ მოდელით დონეცკს თვალწდები ხალხ ლვოვში არიან, აი ლვოვში ამ უნივერსიტეტს ეარსება. ანუ დონეცკისთვის საფუძველი შეიქმნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ ეს სხვა თემა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მე ასე დავამთავრებ ამ ჩემს საუბარს, ქართული იდეის ბურჯია აფხაზეთში და მას გაფრთხილება უნდა. დიახ, მე ახლა კიდევ ერთხელ ვთხოვდი მიმართავ, აი კომისიის შემადგენლობა არის 13 კაცი და ვინც აი ამ რეფორმებზე მუშაობს და აქ არის რამოდენიმე პიროვნება, ვინც არის პროფესორი და დარგის სპეციალისტი. ბატონი ირაკლი კობახიძე, რამდენად მე ვიცი, ის თავის დროზე ასევე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კარგად ერკვევა აი ამ იურიდიული პროგრამების ვთქვათ იმაზე, ეს მე ვიცი. ასევე ლევან იზორია, რომელიც სხვათა შორის, როგორც მე ვიცი, აფხაზეთელების სიძეა, ეს კაცი ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ასევე სოხუმელი პატასალია, იუსტიციის მინისტრი, რომლის მამა პროფესორი ამ უნივერსიტეტშია, დიდებული პროფესორი, ასევე სხვათა შორის თამადა და ფილოლოგია და მისი ესე იგი თამადობა იყო ამ უნივერსიტეტში, სოხუმში და მე მართლაც სკოლა ბევრი რაღაცის, ბატონი პატასალი არის ძალიან მაღალი დონის იურისტი და მე ფიქრობ, რომ ჩვენ ახლა სიტუაცია ასეთია, ვერც ერთი 18 სახელმწიფო უნივერსიტეტის ვერც ერთი პროფესორი, ვერც სტუდენტი ვერ იტყვის, რატომ აძლევთ თქვა პირობითად შეხავაც, რატომ აყენებთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს აი ამ კონცეფციის მიღმა, მაგალითად, რა კონცეფცია, რომ ერთ ქალაქში იგულისხმება ერთი სპეციალობა, ახლა ფაკულტეტს იყენებენ, მაგრამ იგულისხმება სპეციალობა. რომელი იტყვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნახევარზე მეტი ჩემი მეგობარია პროფესორი და ყველა პატრიოტებია, ისინი იტყვიან, რომ რატომ მისცემ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელიც თბილისშია, ისტორიას ან მათემატიკას არ იტყვიან. ასევე ბათუმის უნივერსიტეტი დიდებული ხალხი მუშაობს, იქ ბათუმის უნივერსიტეტში ბევრს ვიცნობ, იქ ბათუმში კონფერენციაზე ყოველწელს დავდივართ და ასე შემდეგ მეგობრები, არც ერთი არ იტყვის. რადგანაც ჩვენ იძულებით ვართ თბილისში. ჩვენ სანამ სოხუმში არა ვართ, მხოლოდ თბილისში შეგვიძლია განვითარება და კითხვა. განვითარება არ არის ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ძალიან ცნობილი პიროვნებები, მაგალითად, გიორგი ხუბუა. აქ დამთავრებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პატასალია. რომან ჯობავი, ცნობილი ფიზიკოსია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე. ფრიდონ შუბიტიძე, პროფესორი ამერიკაში. ნანადი ხამინჯია, აქტიური პროფესორი, დიდებული სპეციალისტი, ხათუნა ჩარგაძე, ალბაკიძე, გოჩა ლორდ-ქიფანიძე. დიახ, პირველი საქართველოში, ესე იგი, ლადო ჭანტურია, ჩემთვის რაღაც ჩემი ქალიშვილს ასწავლიდა ზუმით მაგისტრატურაში თბილისის უნივერსიტეტში. მე დაღლილი ჩემი ლექციებიდან მოვდიოდი და მეც უსმენდი, რადგანაც უმაღლესი დონის ლექტორია, მაგრამ ის ხო არის სასამართლო წევრი, მეორე წევრია გოჩა ლორდ-ქიფანიძე, სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და პირველი ქართველი მოსამართლე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვა. პირველი ქართველი. ასევე ახალგაზრდები, ზოგი პარლამენტარია სოფიო ხორგუანი, პოლიტიკოსი პატა დავითაია, ნესტან კეკელია მათემატიკოსი, ირმა დიხამინჯია, ცნობილი და საყვარელი პიროვნება გურამო დიშარიას დამთავრებულია სოხუმის ამ შემთხვევაში უნივერსიტეტი. და კიდე ბევრი სხვა და
ჩვენ ახლა ყველა უნივერსიტეტს პატივცემ. მე ახლა დამთავრებული ვარ, ესე იგი მე სოხუმში ნაკლები ვიცხოვრე ვიდრე თბილისში, რატომ? იმიტომ რომ კომაროვის სკოლა დაამთავრე 3 წელი თბილისში და ახლა 33 წელი თბილისში ცხოვრ, ანუ 36 წელი თბილისში ვიცხოვრე, 10 წელი მოსკოვში ვსწავლობდი და სოხუმში, მაგრამ ჩემთვის როგორც ქართველისთვის ალმა მატერია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაამთავრე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობაზე, არ იყო იქ დევნა ქართველების, არ იყო პოლიტიკური წნეხი, მაგრამ მათემატიკაზე გეუბნებით, მაგრამ ჩემთვის პრიორიტეტი არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. რატომ? მე მინდა დაბრუნდე, ჩემი ძმის საფლავი არის გულრიფში. ჩემი წინაპრები საუკეთესო ჩილაჩავაზე ჩვენ იმიდან შტოდა ვალოდია ჩილაჩავა, რომელიც ბრწყინვალების მათემატიკოსი, მაგრამ იყო ასევე ფრინავი და ასე შემდეგ და იქ არის ესენი დასაფლავებული და მე მინდა ჩემი შვილები თბილისში არიან დაბადებული, არ უნახიათ აფხაზეთი. ახლა ჩვენ გვინდა ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაგვიგოს ეს. მე ახლა ხან ნახე ფილმი, დიდებული ფილმი წმინდა პაისი ბერძენი. ის ყოფილა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან გადასახლებული, როცა 24 წელს მოხდა მოსახლეობის გადასახლება და ის ყვებოდა იქ, კინო და არის და შემდეგ რომ პირველად როცა ჩავიდნენ ბერძნები, მაგრამ საბერძნეთში უკვე, ესეც ადრე საბერძნეთი იყო, თუმცა აქ ცხოვრობდნენ პელაზგები, ამ თურქეთის რაღაცა, ხო და ამიტომ ცოტა არ იყო ის დამოკიდებულება, მაგრამ იმან თავის სიყვარული, თავის დამოკიდებულებით ყველა ბერძენს, ესე იგი, ვთქვათ, აღიარეს მერე წმინდანად და დიდებული წმინდანი არის პაისი და ამიტომ ჩვენ უნდა გაგვიგეთ, რომ ჩვენ სადაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ როგორც ესე იგი აი პიროვნებები ყოველთვის როგორც ნიჟარები, როცა ნიჟარა ზედაპირზე გამორიყავს ზღვა, იმას ის ზღვის ყოველთვის ხმა რჩება და ჩვენ სანამ ცოცხლები ვარ, ახალგაზრდა ეს კაცი პროფესორი, მაგრამ მე უკვე ასაკში ვარ, მე სანამ თბილისში ვარ და ამ შემდეგ ყოველთვის ამაზე ვისაუბრებ. კახა და ჩვენზე უკეთესი ხალხი მოდის და შემდეგ და ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ ეს უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ სოხუმის უნივერსიტეტი დარჩეს ისეთივე ძლიერი, კიდევ უფრო ძლიერი რეფორმა საჭიროა. მე 2 უნივერსიტეტში ვასწავლე. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. ადრე კიდევ ბევრ ადგილას მუშაობდი, თესეულში, ილიაში, იმაში, ქართულ უნივერსიტეტში. შემდეგ, მაგრამ რეფორმა საჭიროა. ოღონდ სპეციალისტებმა უნდა გააკეთოს. არ არის აუცილებელი ყოველ წელს ირიცხებოდეს 34,000. აწიეთ კომპეტენციის ზღვარი მათემატიკაში 21-მდე, ქართულში და ისტორიაში კიდევ აწიეთ და დაჯდება ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა 10-12,000. მეტი არ არის საჭირო. დანარჩენი საშუალო გააკეთოს. ამიტომ თუ ჩვენ რეფორმას გავაკეთებთ, თხოვნა არის პროფესორ გიორგი ყობახიძე, რომელიც პროფესორია, დედამისი ცნობილი პროფესორია, ბაბუამისი აკადემიკოსია, ანუ გაზრდილია პროფესორების ოჯახში. მას უნდა ესმოდეს ჩვენი ტყივილი პროფესორების, რომ ჩვენ მარტო ამას არ უყურებთ როგორც სამუშაო ადგილი, ხელფასი დაბალია, მაგრამ ხელფასის გამო არ დავდივართ ჩვენ. დავდივართ იმიტომ, რომ ხედავთ სოხუმს. ამიტომ კიდევ ერთხელ ბატონო კახა, თქვენ აი როგორც ახალგაზრდა კაცი მომავალი აფხაზეთის, აფხაზებთან ერთად. კიდევ ერთხელ რა ისურვებდი, რომ სოხუმის უნივერსიტეტში გაძლიერება მოხდეს იმ ხაზით, რომ აფხაზეთთან მეტი კონდეს ურთიერთობა, შეიძლება ერთობლივი პროგრამები, რაღაცა კონფლიქტოლოგიაში, ისტორიაში, იმ ნაწილში, რომელსაც ჩვენ საერთო გვაქვს, ხო? აი როგორც ეკოლოგიაში, როცა რუსეთი ატარებდა ზამთრის ოლიმპიადას, ესე იგი იმას ინერტული მასალები გაქონდა აფხაზეთიდან და ქართულმა არასამთავრო ორგანიზაციამ, ისევე როგორც სოხუმში მაშინ პრემიერ-მინისტრი ის იყო ბატონი ანქვაბი, ერთნაირად წინამდე გამოვიდნენ ინერტული მასალას.
ჩვენ გვაქვს საერთო საკითხები, რაც დაგვაახლოვებს აი ამ საკითხებთან და კიდევ ერთხელ აი როგორ ხედავთ, რომ კიდევ გაძლიერდეს სოხუმის უნივერსიტეტი ერთობლივი პროგრამები და სხვა პროგრამები. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხოლოდ ლოკალურად აფხაზეთზეა ორიენტირებული, გლობალურად რა თქმა უნდა საქართველოზე მთლიანად. და უკვე მე მახსოვს 2012-15 წლებში განხორციელდა ძალიან კარგი პროექტი აფხაზ მეცნიერებთან ერთად. მართალია ეს აფხაზეთმცოდნეობაში იყო, მაგრამ ეს იყო პირველი მცდელობა გვესაუბრა, უბრალოდ ბატონი თემურაზ გვანცელაძის პროექტი იყო. გვესაუბრა ერთ იმ საკითხებზე, რაც გვაქვს საერთო, რაშიც ვთანხმდებით და რისი მოგვარებაც ძალიან დიდ პრობლემას არ შეადგენს და სამწუხაროდ შემდგომ ეს გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო შეწყდა, მაგრამ მან ჩაუყარა გარკვეული საფუძვლები შემდგომ არაფორმალურ ურთიერთობებს, რომელიც ბატონ თემურ როგორც თქვენ ახსენეთ, თუ კი იქნება გარკვეული მზაობა, შეიძლება ეს ფორმალურ ურთიერთობებში გადავიდეს და რაღაც საკითხებამდე მივიდეთ. შეიძლება ყველაზე ასეთი დღეს შეიძლება ისტორია ცოტა ისეთ კონფლიქტური ამ თვალ, მაგრამ შეიძლება მათემატიკაში მოხდეს. აი საბუნებო თქვენ ახსენეთ საბუნების მეტყველო მეცნიერებები და აი ინერტული მასალების პრობლემა, რომელსაც დღეს სოხუმ აფხაზეთს აი გულრიფში სოხუმის ზონა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ნაპირის დაკარგვის საშიშროებამდე მიდიან, აი ნაპირის წალეკვის საშიშროებამდე მიდიან და აი ქართულმა მხარემ დააყენა ეს საკითხი და აი სხვადასხვა თქვენ კარგი მაგალითი მოიტანეთ ეს არ იყო ასე ვთქვათ ერთი მუშაობა, მაგრამ კოორდინირებული მუშაობა იყო, რამაც შემდგომ რუსები მეტნაკლებად დაიძულა აი ეს საკითხი შეეწყვიტათ და აფხაზეთის ეს ძალიან ბევრი ეხლა არის არაფორმალური ურთიერთობები აფხაზებთან, რასაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკეთებს ჰუმანიტარული თვალსაზრისით, არ ხმაურდება გარკვეული პოლიტიკური მიზეზების გამო, მაგრამ არის ეს ქმედებები და არის გარკვეული კონტაქტები, რომლის სამედიცინო პროგრამა კარგად მუშაობს. კი, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პროგრამა და არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რა თქმა უნდა, ყავს რამდენიმე სტუდენტი იქიდან, რომელიც ჩვენთან სწავლობს, რადგან მათ უნდათ საერთაშორისოდ აღიარებული დიპლომი. შეიძლება ითქვას, აი რატომ არ წავა დაუშვათ სოხუმიდან ჩამოსული სტუდენტი თესეულში ან სხვა უნივერსიტეტში. აი ბატონმა თემურმა წინა კითხვაზე პასუხი აღიარა, რომ სამუშაო ენა მეტნაკლებად სოხუმში იყო რუსული. დღეს ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ აი რაღაც რუსულენოვანი პროგრამები იმ ადამიანებს სოხუმიდან აფხაზეთზე ოკუპირებული ზონიდან გადმოსულებს. იქ დღეს აი ამ წიგნშიც საუბარია იმაზე, რომ ქართულენოვანი განათლება არ არის, გალის მოსახლეობაზეა. გალის მოსახლეობის სტუდენტები, ვინც გამოდიან ქართულში, ფაქტობრივად უჭირთ, ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ისინი უკვე ფაქტობრივად 2017 წლიდან იქ ქართული არის სწავლება და მათთვის უკვე ტერმინოლოგია საერთოდ ძალიან უჭირთ. კი, უჭირთ. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია რაღაც ესეთი შუალედური ენაზე, თუნდაც რუსულ ენაზე არის, ზოგიერთ უნივერსიტეტს აქვს რუსულენოვანი პროგრამა და ჩვენ რატო არ უნდა გქონდეს მაგალითად. აი რუსულენოვანი რაღაც შევთავაზოთ და შემდგომ უკვე ქართულისკენ ინტეგრაცია და რაღაც აი ამ თვალსაზრისით ერთიანი პროგრამების შემუშავება. მართალია ცოტა თეორიული საკითხია, მაგრამ დღეს გლობალურად ისე იცვლება ბატონ თემურ რეალობა, ის რაც შეიძლება დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენებოდეს, ხვალ თუ არა ერთ კვირაში შესაძლოა უკვე რეალობად იქნება. და ბატონო კახა კიდევ ერთხელ აი ჩვენ უკვე ვამთავრებთ. ესე იგი, აი მაგალითად ჩვენ ამ წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უსრულდება 85 წელი და ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ამ შემთხვევაში ჩვენ წევრი ხართ, ჩვენ მე პრეზიდენტი გახლავართ. ჩვენ ესე იგი ჩვენ ორ დიდ ღონისძიებას ვაკეთებთ.
ეს ალფრედ კოლაკოვსკის იყო წარმოშობით კიევიდან, მაგრამ სოხუმში ცხოვრობდა 60 წელი, გარდაიცვალა სოხუმში 1997 წელს ომის შემდეგ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი კორესპონდენტი, ბოტანიკოსი და მის 120 წლის თავს გავაკეთებთ ცხუმ აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია და აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია პროფესორ ზურაბ ლომთაძისთან ერთად. ასევე ვლადიმერ ჭელიძე იყო სოხუმელი მათემატიკოსი, რომელმაც შექმნა საქართველოში მათემატიკის ბაზისია, მათემატიკური ანალიზი. ყველა ვინც მათემატიკის სპეციალობაზე სწავლობს, ასევე ზოგი ფიზიკის სპეციალობაზე, მისი სახელმძღვანელოდ ჭელიძე წითლანაძე სწავლობს და ამ კაცს შეუსრულდება წელს 120 წელი და ჩვენი აკადემია დიდ ღონისძიებას ჩაატარებს. და რაც მთავარია, ილია ვეკუას მომავალ წელს უსრულდება 120 წელი. ილია ვეკუ არის ის კაცი, რომელიც ესე იგი დაბადებული იყო აფხაზეთში, შეშელეთში, რადგანაც იქ იყო მხოლოდ 8 კლასი, 4 კლასი დაამთავრა შეშელეთის სკოლაში, მერე ესე იგი დაამთავრა მუხურის სკოლაში. კიდევ 4 კლასი, ანუ 8 კლასი მეტი არ იყო იქ გალში და ზუგდიდში დაამთავრა მე-9-10 კლასი და შემდგომში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იცით მისი გზა. რეალურად მან შექმნა რუსეთში დაარსა და პირველი რექტორი მესამე ნიშნულობის უნივერსიტეტი მოსკოვის და პეტერბურგის შემდეგ ნოვოსიბირსკი და დღესაც ბარელიეფი შესასვლელთან ილია ვეკუას არის. ეს ილია ვეკუა, რომელსაც აფასებენ ამ შემთხვევაში რუსი მეცნიერები და აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალეკო გვარამია ხშირად აგნათქვამი როგორ აფასებს და აფხაზებმა როცა ბატონი ილიას ბიუსტი აი იმის ადმინისტრაციის წინ იქ რაღაცა ომის პერიოდში რაღაცა და ომის შემდეგ ცოტა ეკალბარდებით იყო სავსე აღადგინეს და ესე იგი ბიუსტი დღეს არის მათი ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული შენობის წინ და სტუდენტებიც მოდიან და აეუბნებიან რა თქმა უნდა ისინი საუბრობენ აფხაზკი უჩონი მაგრამ ნუ ეს ასეა ისტორია და აქ ჩვენ შეგვიძლია სოხუმის უნივერსიტეტის ბაზაზე ერთ-ერთი ის იქნება გავაკეთოთ ერთ-ერთი ნუ რა თქმა უნდა ჩატარდება დიდი კონფერენცია უკვე საქართველოს მასშტაბით რადგან ილია ვეკუა იყო არა მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ორჯერ 53-ში და 66-დან 72-მდე 72-დან 17-მდე იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი არამედ ის პიროვნება რომელიც ეხმარებოდა აფხაზებს როცა ნოვოსიბირსკის რექტორი იყო თბილისის დიდ პატივსცემენ და შესაძლებელია ჩვენ ზუგდიდში ამ შემთხვევაში გნება თბილისში ნაწილი მაგრამ უფრო ზუგდიდში რამოდენიმე მეცნიერი აფხაზი მოვიწვიოთ ერთობლივ კონფერენციაზე და ამის ინიციატორი უნდა იყოს ვინ თუ არა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მე ვიმედოვნებთ რომ რადგან ილია ვეკუა იყო გამოყენებითი მათემატიკის სპეციალისტი ბუნებრივია ამიტომ მე ესე იგი ასე გულში მათგივრო არა მარტო ამით ის და დიდი მეცნიერი იყო ჩვენ ძალუძს ილია ვეკუას სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად სხვა უნივერსიტეტთან ერთად ეს საკითხი წარმოაჩინოთ რომ ილია ვეკუა იყო იმ კუთხიდან რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს, რადგანაც იქ ქართულ სიტყვას უჭირს. და არ შეიძლება 21 საუკუნეში სადმე ესე იგი უგზალავდე იმ ენაზე საუბარს და ხანდახან როცა Facebook-ზე ამოვა ის ვიდეოები, რომელსაც აქვეყნებენ ჩვენი Facebook მეგობრები აფხაზები, ხანდახან ესეც შეხვდები, რომ ესე იგი აფხაზეთში ვითომ ყველა ცხოვრობდა ქართველების გარდა და ნუ ეს გულის ესე იგი ძალიან გთხოვა, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია ჩვენ სწორი პოლიტიკით ესე იგი დავძლიოთ ეს ყველაზე დიდი ტრაგედია რაც საქართველოს მე-20 საუკუნეში მოვიდა ესე იგი დროებით აფხაზეთიდან წამოსვლით და ჩვენ ვიმედოვნით ბატონო კახა რომ თქვენნაირი ახალგაზრდა კაცი მომავალში სოხუმში იქნებით იმ მიმართულების ლიდერები მათ შორის აფხაზებთან ერთად რომელიც ეტყვის რომ ისტორიაში მეტი პერიოდი გაცილებით იყო როცა ჩვენ ზღურად და ესაცეცა
ეს ასეცაა, მხოლოდ გარკვეული პერიოდი გვაქვს რაღაც დაძაბულობის, თორე ყველაზე დიდი აი ესეთ მაგალითი ხა ძალიან ბევრია. ხუტუნია შარვაშიძე, რომელიც ხესილის ბრძოლაში მარტო მთელ როგორც მათიანები ողნება 16 ოსმალო აკუწა და სოლომონთან ერთად აი ესეთ დიდი ბრძოლა გადაიხადა და აი მეფის დაცვაში გარდაიცვალა. კი ბატონო, ესე იგი ჩვენ გავაგრძელებთ მომდევნო შეხვედრებს, უკვე შევეხებით საშუალო სკოლას, განათლების რეფორმებთან დაკავშირებით, რა არის მოსალოდნელი, გვეყოლება ექსპერტები და ამ საკითხებსაც ჩვენ გავაგრძელებთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად ბრძანდებოდეთ. მადლობა ნახო.